საღამო მშვიდობისა. რა ხატია ეს რა ქვია ფუტკარი თუ რაღაცა ეგეთი ხატია მოწა პარის სენ-ჟერმენს ვიწუნებთ ვატიკანს ყავს 5 საფეხბურთო მაგრა გავიჭედე ხა ტვინის სხვანაირად წავიდა გავდეთ Buenas noches, Smart Podcast Arena. მოგესალმებით, ამიგოებო, სენიორიტებო, მე ტრადიცია არ დავარღვე და ესე შევედი ჩაწერისას, ესე გავხსენი როგორც რეპორტაჟს ხსნი და როგორც ხსნი ახლა ხოლმე ყოველთვის ჩემ პოდკასტს მე და დიმა როდესაც შევდივართ ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ მომიწვიეთ, იმიტომ რომ ყოველთვის მსიამოვნებს საინტერესო ხალხთან ერთად საინტერესო პოდკასტებში მონაწილეობის მიღება და მადლობა მოწვევისთვის. გაგიკვირდება და საერთოდ არ ველოდი თუ ესეთი ენერგიით დაიწყებდი. მაგრამ არის ხოლმე სხვა შორის ეპიზოდები, სადაც ვიკავებ თავს და არ შევდივარ ახლა მაინც ჩემ YouTube-ს, აი დიმას და ჩემი ლაილაის გვერდზეც არის ხოლმე, რომ ეხა სტუმრიდან გამომდინარე რა არ გავაგიჟოთ, არ გაიქცეს საერთოდ, ხო იცი თან კაი სტუმარი ჭირს. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა პირველ რიგში რომ ჩვენთან მოხვედი. ძალიან გაგვიხარდა. კი ბატონო. უყურებ ნოდა ისა ჩვენ. კი, მე შენ რო დამირეკე, მაშინ უყურე პირველად. მაშინ უყურე, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი, ეხა ჩვენი YouTube-დან გამომდინარე რა დიმას უმეღადავება ხოლმე რომ მანიაკი ხარ, აი დააგდე ტელეფონი. მე ესეთი დამოკიდებული ტელეფონზე არ ვიყავ. ხო ეს აბა ჩავხედო იქ კომენტარი კი რომ უპასუხო, მევასება რა რომ უპასუხობ თან ჯიგრებს. ხო და აი ლაილაიზე ვარ გადართული და შენ რო დამირეკე, მაშინ ვერ მოვედი, აი სტუმარს ვარ ყვევდით რა. და ეგრევე ჩაუყევ თან რა 4-5 გადაცემა ხო არ მეშლება ახალი დაწყებული გაქვს ეს პოდკასტი და მე დავიწყე ყურება და მე გადაცემის სანამ ჩაწერას დავიწყებდით ისიც გითხარი რომ ვიზუალი გაქვს ძალიან კარგი თუ გულწრფელად რა რა არ გქონდეთ რა არ ვიტყოდი რა გაიარე რა თავს რატო ავიტკიებ რა არ ვიტყოდ მართლა ძალიან გვიხარია კიდე ერთხელ გეტყვით ჩვენთან რო ხარ ძალიან დიდი მადლობა რომ ესე შეგვიქე ჩვენი სტუდია ჩვენ უყურებთ ჩვენს გადაცემას და აქვე მაყურებელს ვეტყვი რომ ძალიან გაგვიხარდება ჩვენ თუ გამოიწერთ ნოდარის და დიმას გვერდს ლაილაის ასევე ძალიან გაგვიხარდება თუ გამოიწერთ ჩვენს გვერდს გამოიწერეთ და დაალაიქეთ მეგობრებო სმარტულების გვერდი და ლაის გვერდი გამოიწერეთ. და ასევე ვისარგებლებ შესაძლებლობით და მადლობას ვეთქვი ჩვენს სპონსორებს. დიდი მადლობა არომატოს, რომ ჩვენთან ერთად არიან. ასევე ძალიან დიდი მადლობა Doorhouse. ლინკები იქნება აუცილებლად აღწერაში, შეგიძლიათ ნახოთ, ძალიან მაგარი კომპანიები. შვენიერი. გავაგზავნეთ, რაც შეეხება სუნამოს, ნოდარ სუნამოზე ვისაუბრებთ გადაცემის ბოლოს. ასე პატარა საჩუქარივით გვაქვს. როგორ მიყვარს საჩუქრები ბავშვობიდან მიყვარს. ანუ ძალიან ბევრს ველაპარაკებით ნოდარს არ არის შემოსული ჯერ. ხო, ჯერ არ შემოსულა გადაცემაში. ანუ ესეთი წესია ჩვენთან, მოკლედ, რომ მოდის სტუმარი, ჩვენ რადგან ძალიან ინდივიდუალური ადამიანები ვართ, ყველას გვინდა რომ ჩვენებურად გამოვაცხადოთ. და შესაბამისად ყველამ ჩვენი გამოცხადება მოამზადეთ და რომელზე შემოხვიდოდი შენ ჩათვალე რომ რა შემოსულ ხარ ერთი უნდა ამოიჩიო რა აბა ბამოს მიდი დაიწყე მე დავიწყებ თუ გინდა მიდი არა კი არა დიახ ნუ და არ სიმსივე როგორია შესანიშნავია ჩემთან არის აბა შემდეგი ჩემზე ოდნავ ენერგიული ნოდა კარგია შემდეგი ნიკა Hola, nuestro invitado es Nodar Simsive. პირდაპირ Ატაშორი თუ დააკვირდებით, სულ მევიგებ ხოლმე ამ ბიჭო, თანახე პირდაპირ პენალტი დაარტყა. ესპანურად შევიდა, გაიგე? და Nodar Simsive თქვი ქართულად. სულ რო არ გეთქვა Nodar Simsive და ამიგო. როგორ არის Nodar Simsive? ესე მეძახდა ხოლმე ხუაკინ კორტესი რო იჯდა აქ ჟიურში. ნადარ. კაი, ნადარ ეგრევე. და მაგას მართლა მოსეგვავე ვეგონ ერთი პერიოდი, მართლა გეუნდა, რა ისეთებს ამბობდა ხოლმე. აი ახლა ეგ კარგი იყო, დიახ, ჩემი, გაიგე რაღაცა, გამახსენდა. მაგრამ ამან უფრო მე ვფიქრობ, რომ ნიკა წინასწარ უთან ხდება ხოლმე. სტუმრებს. ხო, ამიტომ რომ სუნიკა იგებს ხოლმე. არა მე უბრალოდ იმ ინფორმაციას ვიძიებ ხოლმე სტუმრებზე. გამომზადებული მოხდა. მაგრამ ეხა ცეკვანო ვარსკვლავი ახსენე. რამოდენიმე კვირის წინ წამყვანიც იყავი ცეკვანო ვარსკვლავში. როგორი შეგრძნება იყო ეს პირველად პირველად საერთოდ როგორი გამოცდილება იყო შენ ცხოვრებაში? ბიჭო, როგორც ყველაფერი, აი ყველა მომენტი ჩემ ცხოვრებაში გულწრფელად ისე არ დაბავში დაკვირვებული ვარ, რა ისე არაფერი არ ხდება ჩემ ცხოვრებაში. ალბათ როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს მიაჩნია, ხო რა, ისე არაფერი არ ხდება. ყველაფერმა თავისი გამოცდილება მოიტანა, მათ შორის იყო ეგ ხა ცეკვანო ვარსკვლავების წაყვანა, ერთი ეპიზოდი
შვენიერი იყო, ანუ შვენიერი რა გავაკეთე იმას კი არა, შვენიერი იყო. ზოგადად რა გაასწორა რა, ვიგზენე. არაფერი ეთერი ლაივი. ხო, ეხლა ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რაღაცა შოუს წამყვანი მე. მანდ ახლა ჩვენი მეგობარის მონაწილეობს ვალალო კოპალეიშვილი. ვალალო, ფრედასტერი ხარ მეთქი, ეგეც უთხარი. დაურეკეთ 09300 აი აქ რა მოვიდეს ნომერი. შეიძლება. მაგრამ მოკლედ დაურეკეთ და დაუმესიძეთ მეგობრებო აუცილებლად ვალალოს. კი, ვალალოს მე გუთხარი. ესეთი თვალები ჩემომხედა მართლა მეთქი ფრედასტერი ხარ თქო გამხდარი ეგეთი ესეთი რაღაცა ნატურა იყო. ჰაერო უნდა დადიოდა რა და. კი, ნამდვილად კარგად ცეკავს და ჩვენ ვიყავით მაგლებზე შენ რო იყავი წამყვანი. და ანუ ის არის რა ქვია, აი როგორ გითხრა, ერთმანეთს ვასკდებოდით, ისე ვიცინოდით შენ ფრაზებზე, იმიტომ რომ ისე აჯდებოდა რაღაცეები. თორნიკე და გიგა ასკდებოდნენ და მე უბრალოდ ვიცი. არა, ძალიან. არა, სასაცილო იყო ძალიან, იმიტომ რომ ყველა ცეკვაზე ქონდა თავის შეფასება და ძალიან კარგი იყო. ჭიხვინებს და რაღაცეებს რო ხო, ანუ ესპანური ცეკვები იქ იყო იქ. უბრალოდ აი რახან ცეკვებს შევხედე, აი უბრალოდ ვიტყვი, დღემდე ვერ ამომიხსნი ერთი რამ. ესპანური ცეკვა ქვია, ხო? პასადობლე რა, ესპანურია. ბიჭო, მეც რომ მონაწილეობდი რა და მაშინ მახსოვს კორტესმა რა, გამიგი ვინ იყო, ცეკვის მესი იყო ჩამოსული ცვეჩი, აი მესი. ბიჭო, იმან უთხრა რა და მანამდე მეც მქონდა რა, ეგ პროტესტი რო, ბიჭო, ესპანური ცეკვა და ცეკვა იმაზე რა ხო ინგლისურ პირობითად რაღაცა სხვა სიმღერას. რატო აი ხა აჭარული რო ვიღაცა მიცეკოს იმაზე. რა ვიცი, რამე ჩაპს მოწავდეს და აუ წარმოი. ანუ ვერ ხვდები ჩემი აზრია და კორტესმაც ეგ თქვა ხა კორტესმა თქვა ნოდარას აზრი მიასწია მან და მაგრამ მადრიდში მაგრა ვიბლატავი სხვათა შორის კორტესთან გადაღებული ფოტოებით რომ მივცეირნობდი და ცეკვა აქტიური კომენტატორი ყველაფერი და ეს ვანახე და ბარში მობრძანდი მაგრა ვიბლატავე მართ უყვართ ხო ძალიან იქ. არა ნუ მესია ბიჭო ეს აქ ვერ გაიგო ბევრმა გაიგე რომ არიციან მესმის ეხა ფლამენკოს ეხა მაინდა-მაინც ჩემსავით ხო არ უნდა ეჯდე კაცო ბაზარი არ არის ეგეთი ცნობები პედრო ალმადოვარის ფილმებში რაღაცეებშია კიდე კლიპები და ჰოლივუდის მასტებთან და ხა ესე ჩემსავით ანუ იმათი გოჩა შეტყოებია ხოაკინ კორტესი თუ უფრო მეტი ბიჭო ვიცი რა ცნობადობის კუთხით ეგ არის მაგრამ თვითონ როგორც მოცეკვავე ხო რა ეხა მაგრამ ეხა გოჩას ცეკვები არ მინახავს არა ნახე ეს თან ფლამენკოს ტიპია გაიგე მარტო ფლამენკოს ტიპი ხა გოჩა ზოგადად ხო გოჩა მე გამიგი მეც არ მინახავს ეგრე მაგის ცეკვა ხა გოჩას მაგრამ მე გამიგია რომ ყველაფერს მოიცავს და ეს მარტო მხოლოდ ის ესპანური ტრადიციული ძალიან და მაგრა გამისტორდა ძალიან ჩაუბრად დღემდე სხვა შორის ინსტაგრამზე გვაქვს ხოლმე მიწერ რეალის ფანია რეალ მადრიდის ფანები სხვა შორის მოიცა ხა აქ სამი რეალის ფანები ხარ? მე არ ვარ რეალის. მე რაულის მერე ქუდი დავიხურე და ადიოს უთხარი რეალ მადრიდს. მე ატლეტიკ ბილბაო ვარ, ატლეტიკ ბილბაო. ბასკეტს ბამბოს. პირველი ადამიანი ხარ, ვინც მითხრა რომ ატლეტიკ ბილბაო, ატლეტიკოს კი არა, ატლეტიკ ბილბაოს გულშემატკივრია. საქართველოში მე კიდე ერთი ბიჭი ვიცი და ერთი ვიცი, ისა რა ქვია, ტურიკას უყვარს ბასკეტი, ტურაშვილს და დათოს. ხო და ფანი ეს რა ქვია მივხვდი ანუ ეს ბასკები რაღაც ქართველთა კავშირის ამბავში რა თქმა უნდა ეხა გიჟი უნდა ვიყო რომ მივხვდი ეხა მივხვდი ფეხბურთის ყურება დავიწყე და არა ეხა როგორი მატყუარა უნდა ვიყო რა ბელბაოს მაშინ ნაადრევად სიბერე და ჯვარი მწერია სიკვდილი მიწერია ხო მაგ შემთხვევაში ხა ბილბაო რომელიც იცი რომ ევრო ტურნირებზე წარმატებას ვერ მიაღწევს და გიჟი ხარ რომ დაჯექი და მაგათ კომაგო ასა მე რაულმა მომწამლა ხვდები ბევრგან მაქვს მოყოლი რაული შემოვიდა და რაულის ესთეტიკა და რაული არის ფეხბურთელი დღეს საერთოდ ძალიან იშვიათად შეხვდები მე არ ვიძახი და არ მიყვარს ეს რომ მისტერიან ძველს და დღეს კრიზისია და ფეხბურთს აღარ უყუროთ დღესაც რო ჩამერთო ტელევიზორი პირველი სპორტის სახეობა იქნებოდა რომელსაც ავირჩევდი ფეხბურთს მაგრამ ნახე რაც ახლა ფეხბურთელი ნატურა რომელიც თავისი ქვეყნის ისტორიას და კულტურას გამოხატავს ხვდები აი თავისი პლასტიკით მეთქი რა ქვეყანა ეგეთ და ბევრგან მithქვამს რომ რაული იყო ვინც ესპანეთის მიმართ ქვეყნის მიმართ ინტერესი გამიჩინა ესეთი ინტელიგენტი ტიპი მოედანზე მეთქი რა ქვეყანა ესპანეთი ვა რეალში თამაშობს როგორ მახსოვს ნიგერიას ეთამაშებოდა 98 წელი ეზოდან ამოვედით დახეული ბურთით რაღაცა 98 წელი ამოვიდი ჩართულია ტელევიზორი მსოფლიო ჩემპიონატი გადიოდა და აი ხედავ რა გოლი გაიტანა და აი ესე გამორბის რა ხელები მაშინ ცოლი არ ყავდა თორე კალიცოზე აკოცა აი კონდა ხო ეგ იყო მაგის ცნობილი
ტორეადორი რას ამბობ. და მე ბევრმა დაიწყო მაგის გაკეთება და არ გამოსდით ისე როგორც იმას. აი, სერხიო კი, ჩემი სერხიო რამოსი ძალიან. სერხიოსაც აქ ისე ეგ ესპანურის, რა ქვია, სიმძლავრე და ვაჟკაცობა და ესპანურის. არა, რა თქმა უნდა, ის წონა სიხისტეში კი. კი, სენიორ, ეგ მოყვება ძალიან. მაგრამ აი ხა რაული რო თქვი, როგორც ესპანეთის სახე ხა, ქართველი ვინ შეიძლება იყოს ეგეთი, აუ რას მომფიქრე, უკვე ლეგენდარული არის. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ეგეთი ქართველობის გამომხატველი იყო დათო ყიფიანი. კი. ან მოედანზე არ ინტელექტუალი ისეთი ფეხბურთელი რომელსაც მე არ მოსწრები ვარ ბუნებრივია და მე ხა ხოლმე ვიდეოებიდან ვიცი რა თქმა უნდა მე უბრალოდ აი სულ რა არის ხოლმე იცი რა ეს ბიჭო სად ვიჭედები რა თან უხსნი ხოლმე რა აი ქუჩაში ან ტიკტოკერი გამაჩერებს ან აი მაგალითად დავით ყიფიანი თუ მეკითხებიან პირობითად დავით ყიფიანი თუ ხვიჩა კვარაცხელი ან დავით ყიფიანი თუ სხვა რომელიმე ნებისმიერი პერიოდის ჩვენი პერიოდის ნებისმიერი ფეხბურთელი ბიჭო სულ ვეუბნები რა ხა ყიფიანი ძალიან დიდი იყო, კლასიკოსი იყო, რა თქმა ამას ლაპარაკი, მაგრამ მე ყოველთვის ვადარებ როგორ ფეხბურთელებს, იცი, ვინც მე ვნახე. ერთია ჩანაწერი და მეორეა ვინ და წაკითხულა, მეორეა იქ შენთან ერთად, იმ ფეხბურთელთან, თამაშთან ერთად რო ემოციას განიცდი, ეგ ხა სხვა რამეა. მეგან არ ვიცი რო ხა რაულს პირობითად ბევრი ფეხბურთელი ჯობია, მაგრამ მე ხო რაღაცა მომხვდა თვალში და იმის ფეხბურთის ყურების დროს იქ ემოცია წამოვიდა და იქ ჩამოყალიბდა ჩემში ფეხბურთი. ემოციური კავშირი გაქვს. თავისთავად. ისე მაინც ყიფიანი თუ კვარაცხელია. ორივე. ყიფო ყიფიანი კლასიკაა, მაგრამ ხო გეუბნები მე არ სამწუხარო და არა აუქრავ. სამწუხარო თუ საბედნოთ რა ხა ვერ მოვესწრებით. ვისაც უყურებთ და ჩვენ თვალწინ იზრდება და მალე იქნება მსოფლიოში საუკეთესო. ახალი ამბავი არის ხა კვარაცხელიას ტრანსფერის პარის სენ-ჟერმენში. კი და რას ფიქრობ აბა შენი აზრი იქნება ალბათ ძალიან საინტერესო იმიტომ რომ იყო მოსაზრებები რომ ვიღაცები ამბობდნენ რომ ეს ხო არასწორი ნაბიჯია ვიღაცები რატომ მაინც დამეც საფრანგეთში და იქ წასულიყო პრემიერ ლიგაში ან აი როგორი ხო იყო ეგეთი ძალიან ბევრისგან გამიგე არა თან რა იცი რომ ფეხბურთი ხო ეგ არის რომ ასწორებს რა უნდა ვიკამათოთ უნდა რაღაცაზე გული დაგწყეს აბა ყველა კი არა მაგრამ ბიჭო ისეთი ფონი შეიქმნა თვითონ ქვეყანაში რა ამ ტრანსფერს რაღაც მომენტში მეთქი რამე ხო არ მეჩვენება რა მაინც ისე ვარ განებიურებული ტრანსფერებით რომ მოცა პარის სენ-ჟერმენს ვიწუნებთ თან ვის ხელში მე ერთ-ერთი ვიყავი ვინც ყოველთვის აი გადაცემებში პარის სენ-ჟერმენს ყოველთვის ვამუნათებდი წვეთში აი ყოველთვის ვიძახდი რომ აი რა და სუპერმარკეტს ვეძახდი აქვე ვიტყვი რა პარის სენ-ჟერმენს რომ აი რა ვარსკვლავებს ყიდულს მაგრამ ბიჭო მე გამიხარდა ლუის ენრიკეს ხელში რომ მოხვდა ეხა რატო ვიძახი ამას გავიგე კარგი იქნებოდა რეალი ვინოხერი ვის არ გაუხერდებოდა რეალ მადრიდი ბარსელონა მანჩესტერ იუნაიტედი მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედი ზუსტად არა ზუსტად არა მე ჩვენ გადაცემაში აი ბოლო ეპიზოდში მე თუ დრო გეკრებათ ნახეთ იქ ვამბობ რა ეხა მუდრიკს კი არ ვადარებ ან მუდრიკს კვარას ერთმანეთთან საერთოდ სხვადასხვაა ხო აი რაც იმას ჩელსიში დაემართა დაულაგებელ არეულ ჩელსიში გადავიდა მაგიტომ არ მინდოდა კვარა მანჩესტერში ეხლა ჩემს სიტყვებს დამიბრუნებს ვიღაცა და იტყვის რომ მოიცა დიდი ხანია მანჩესტერს ვიწუნებთ ბიჭო კი არ ვიწუნებთ ამოსარჩევად იყო აგერ პარის სენ-ჟერმენი რომელიც შედარება არ არის ხო რომ შევხედოთ რომ დალაგებულია შედარებით მე არ ვამბობ რომ ეს იდეალური გუნდია შედარებით მე ამ კაცმა ენრიკემ ყოველგვარი ჩემი ესპანელების მიმართ დამოკიდებულების გარეშე ვამბობ და სექტანტიზმის გარეშე ვამბობ და სექტანტობის გარეშე. იცის ბავშვი პატარებთან მუშაობა. კი ახლა კვარა ბავშვი აღარ არის, მაგრამ ზოგადად იცის ფეხბურთელის გახსნა. დღეს რო აგერ ესპანეთის გულშემატკივრებს უხარიათ ამ ესპანეთის ნაკრების წარმატება გარკვეულწილად ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ნაკრების ბირთვად ჩამოყალიბებაში. ხო იცის ლამასიას აკადემიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ეს ბიჭო არის მაინც აკადემიების ბარსელონაში ვინც ჩამოყალიბდა მწვრთნელად ყველამ გაიარა ეს ლამასიას აკადემიის სპეციფიკა ხვდები იქიდან რომ გამოდიხარ შენ უკვე იცი რა პატარებთან მუშაობა შენ არ ხარ ეგოისტი რა კუთხით იცი რომ მე მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული ამან იცის როგორ შეახამოს პატარა თაობას და ეგეთი ვინ არ არის იცი აი მაგალითად ეგეთ რაღაცა რა შეუძლია პირობითად ეხა ყველაზე მაგარი მწვრთნელი ვინც არის ანუ თასებით და რაღაცა რა ანჩელოტი ან რატომ ამ ფეხა გეტყვი რა ანჩელოტი არის ძალიან მაგარი სუპერ ვარსკვლავებთან ძალიან მაგარია ვარსკვლავებთან ალ მე ესე ვიტყოდი ენრიკეს და გვარდიოლას უფრო შეუძლიათ არავიდან ანუ უცნობი ფეხბურთელიდან ვარსკვლავი გახადოს ჩემი აზრით და მაგიტო ვამბობ რომ ეხლა მაგაში გეთანხმები რომ კვარაცხელიას ამ ეტაპზე როცა სუპერ ვარსკვლავიდან
ოქროს ბურთის კანდიდატო და ძალიან ცოტა ის არის რა, კი იყო კიდე წარდგენილი, მაგრამ აი მან შესაძლოა იდეალური გზას გადის. და ნახე კიდე ბოდიში რაღაცის თქმა გიდოდა და ნახე რას ვიძახი ყველაფერთან ერთად კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენში არ დახვდა მამლაყინწა ფეხბურთელი, ხვდები? ხა კვარაცხელიას ნახდათ ვიძახი, არ ვისურვებდი რომელ პარის სენ-ჟერმენში, იცი? უნაი ემერის ჩემი თავი ენაცვალოს რა. აი იმ პარის სენ-ჟერმენში სადაც ძალიან ბევრი ვარსკვლავები და ერთმანეთს ჭამდრენ, მე დავარტყავთ 11 მეტრეს, მიმყავდა ერთხელ რეპორტაჟი, გავგიჟდი კავანი და ნეიმარი რო იყო, მახსოვს კი? ბიჭო, რა სირცხვილი რა. არა მე ეხა იქ რომელ შეკრულობაზე ლაპარაკობ, ხო? იქ გინდა მესის პერიოდში, რაზეა ლაპარაკი, ვის არ გაგვიხარდება მესის მხარდამხარ ქართველი. მაგრამ აბა ეხლა იმ კუთხით შეხედე ის გუნდურ ფეხბურთს ითამაშებს ის პარის სენ-ჟერმენი მაგან დაამკვიდრა საერთოდ ეგ მიმართულება რომ აი პარის სენ-ჟერმენი აი ეს არის და რა ქვია ქაოსია მე მახსოვს ევრამ თქვა ეგეთი რამე რომ პარის სენ-ჟერმენის თამაშზე რომ მივიდივარ მგონია რომ მაღაზიაში ვარ დიდ სუპერმარკეტშიო რა ევრამაც კი ხა წარმოიდგინე იმაში სპაკ დე პრესე რა აქვე იყო ხა რას კი კავანიზე და ნეიმარზე პირიქით იყო ლუის ენრიკეს ბარსელონაში მესი ნეიმარი სუარეში არ გახსოვთ? არა, მარტო სუარესი გახადეს ბომბარდირი. ხო და საით მივდივარ თუ ამ კაცს შეუძლია. აბა, ბიჭო, კიდევ მეორე არ მინდა ეხა ეს ჩემი რაღაცა ესპანელების მიმართ სიყვარულმა გადამძალოს, მაგრამ ზოგადად ვიძახი რა. ფაქტია რომ ეხლა შენ რა ეპიზოდის გაიხსენი, ხო? ფაქტიც, ხო? ფაქტია რომ ეს არის გუნდური ფეხბურთის კაცი. თორე რატო ვიცი ნასერ ელ-ხელაიბს გაუჭირდებოდა რომელიმე ვარსკვლავის ფულით დაკერვა და დატოვება ან წამოყვანა, ეხლა არა. ნახე როგორ დაიცხრილა. როგორ დაიცხრილა, ხო აგერი ხა ასენსიოც მიდის, გავიგეთ, მაგრამ ხო და როგორ დაიწრიტა ასე ვთქვათ, ვარსკვლავი ესე, ვარსკვლავი აღარ, ბარკოლა დარბის გიჟივით, დემბელე, ყველას კაი პერიოდი აქვს ლამის, ხო, გაღვინდა მე ხო, იცინოდნენ ბარსელონაში. თამამად ხო იტყოდით, ისე რომ ხუჭა კვარაცხელი არის ხა მაგუნდის ვარსკვლავი. თავარი ვარსკვლავი? იცი რა, ესე სახელით გადასული ბაზარი არ არის, მაგრამ ჯერ იქ უნდა აიდგას ფეხი. ეხლა ნახე მაგაზეც დაიწყეს რა ლაპარაკი, რომ ბიჭო, აი ვერა და რაღაც აი საწავი და ბიჭო, ნახე დაწყებული სეზონი. შეთამაშებული გუნდი. და იქ უნდა ჩაი. ნეაპოლში რო იყო იმ ქალაქში, ხო? ნაპოლისთან ერთად მთელი ერთი თვე ნახევარი, აგერ Facebook-ზე ლაივ რეპორტაჟებს ვუყურებდით, მთელი წინა სასეზონო მზადება ქონდა, სადაც რა თქმა უნდა, ხო გვახსოვს იქ, რო ჩერდებოდა თამაში და სპალეტი რომ მოიხმობდა და აბა ეხლა ეს ვცადოთ ამ ხანოგური თამაშები რა ქონდა? რა თქმა უნდა, სენიორი. ვარგი არ ქონდა ამოლაგებული, ეგრევე შეუშვა 4. კი, ზუსტად. თვითმფრინავიდან ჩამოვიდა, წავიდა კაცი სტადიონზე მეორე თამაში ითამაშა, პირველში საგოლე გააკეთა და მეორე გოლი. პოზიციაზე ათამაშა? ხო, აბა ეხლა აი ნახე მას რა ქვია ლუის ენრიკეს ეხლა სპალეტისგან განსხვავებით კი ძალიან წინ არის ხო მეტოქეებზე ლიგა 1-ში და აქვს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება, მაგრამ ეხლა წარმოიდგინე ლუის ენრიკეს რო წინა სასეზონო მზადება ქონოდა კვარასთან ერთად. რამდენ რამეს ცდი და იმას რასაც ეხლა დღეს აკეთებს ხო გამოყალიბებული რა თქმა უნდა პირველ ავიშტავად ხო ეხლა ეძებს და ამ ხალხს ბიჭო რა ვიცი რა გვჭირს ეგრევე ეგრევე ტერი იყო შვედიანი ისე გამოდის ხო ამბობდი რას ამბობდი არა რას ამბობდი ხო ამბობდი რეალში რატო არ წავიდა ბიჭო რეალში რო წავიდეს იქ ვინისიუსი ვინისიუსი თვითონაც რომელი დადგება აქეთ ხარცხანა მხარეს და როგორ არა თან ბიჭო როგორი რამეა იქ წახვიდე რა უეჭველი ამოგდებული ყავს კაცი დაბერდა იქ არის რამის ხო ეს ვინისიუსი ყვარას ჩემი თავი ენაცვალოს მაგრამ ეგრე მარტივად არ ხდება ეხლა გარემოზე კიდე ორი სიტყვით ჩავიდა კიდე ნეაპოლიდან ჩავიდა საერთოდ სხვა გარემოში ეს პარიზი და ცოტა ფეისების გუნდი და რაღაცა ხო ეს მოყვება მე ნახე კვარას ეხლა კიდევ ზედმეტად აქვს ეს წნეხი რა იმიტომ შენ რო გიყიდე მე ამ თანხად ხო ამ ხელა თანხა გადახტილი მე უკვე მინიმუმ საგოლეპას ველოდები შენგან ველი ყველა თამაში იქ პირველ სეზონში ეხა გულზე ხელი დავიდოთ ყველამ ჩვენ კი ვითხოვდით მაგრამ არც კლუბის პრეზიდენტის რო არ იცოდა ჯერ არ იცოდნენ ხო ჩავიდა და ოქრო ყავდათ ხელის გულზე აი ესე ოქრო ბრილიანტი საუკეთესო დაგლიჯა გადათხარა ყველაფერი რაც იყო გადასათხრელი და ყველას გავდა ეხა ნახე წნეხი წამოვიდა ეხა შენ რო ყიდულობ აქ და ჩამომყავ ხარ მე პარის სენ-ჟერმენში უკვე იმას თან სულ ლიგაზე ვარ
ნაპოლი არ არის ხო სულ ლიგას. მე ვიხდი შენზე უკვე მინიმუმ საგოლე პასი მინდა რა, შენგან დავინახო, ეგრე არ ხდება, ხო? და ეს წნეხიც არის ბიჭო, ვენაცვლელი ლუის ენრიკეს რა კაი პრესკონფერენციები აქვს, როგორ მაქსიმალურად ცდილობს რომ ეს მოხსნას წნეხი და კვარას გაუთავისუფლოს და ევასება, მაგას როდიდან ევასება, იცი, ესპანეთს რო შეხვდა აქ საქართველოს. ხო კი ნათქო კი. ლუის ენრიკეს რო შეუგდო. ლუის ენრიკეს ხო და მაშინ ამბობდა მე და მე დაიწერა ესპანეთის ნაკრები და უწავიდა. კი, რო გაგვიტანა ბოლოს ეგ. აიყო ეგ. ხო და ეგ ზამნიშნულოვანი. ნაპოლიში გახსოვს რომ ინიშნებოდა, იყო ვარიანტი რომ აი ნაპოლის მთავარ მწვრთნელად და ამის პირობა ერთ-ერთი ეგ იყო რომ ოსიმენი შეინარჩუნეთ და კვარა არ გაყიდოთ ეს ტანდემი და მოვა. ერთ-ერთი ხა ვერ ვიტყვი რომ ამის გამო არ მევიდა იქ, მაგრამ ნუ გადამწყვეტი ერთ-ერთი უეჭველი იქნებოდა, იმიტომ რომ ამან პირობა წაუყენა. თუ დანიშნავთ, ისა დატოვებთ ოსიმენს და კვარას ამ ტანდემთან ვიმუშავებ. იმიტომ ალაპარაკდა ხა ეკიპიც ოსიმენის კიდე იქ პარის სენ-ჟერმენში წაყვანაზე და რაღაც იმიტომ არის ნახოთ რა იქნება. 700 თავდასხმა. რას თქვა რა, მან მივყვები რომ ეხა ყველა უჩვენთ რომ ხუჭა ნიჭიერია, მაგრამ ეხა მთავარი მოსაგები ბრძოლა არის ფსიქოლოგიაში და მენტალობაში. აი ეგ არის და ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაში ალბათ ეგ არის რა, რაღაცა ნიჭი ყველა საქმე არა ფსიქოლოგიაში თუ არ ხარ ძლიერი და უფრო მენტალობაში რა, მენტალურად თუ არ ხარ ძლიერი თან მადლობა რომ ხუჭა ძალიან ძლიერია მაგაში მენტალურადაც და ეგეთ წნეხს მარტივად იმაში გადალახოს ხოლმე და დარწმუნებულად ესე მოხდება, იმიტომ ჯერ ერთი თამაში ითამაშა. საფრანგეთში ლიგა 1-ში არის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთი. ხო და მოიცა მარტო სახელი გვინდა იქა მანჩესტერ იუნაიტედში ეწეროს წლები რო გავა და რო ჩახედავ იქ და შედეგი არა და ეგ ბიჭო ყველა მწვრთნელი როგორი ცუდია ვერ გავიგე. ყველა საუკეთესო მიხავთ ხო თითქოს. აუ იქ სპორტინგი გააგიჟა იმან. აუ ის ჩამოდის და ეს ვინ არის ფიზკულტურის მასწავლებელი. ბიჭო ხო უნდა დაფიქრდე რომ იქ არის ზემოთ არის პრობლემა არა? სხვადასხვა კრისტიანო რონალდო რო დაბრუნდა მანჩესტერში, მაშინ პირველი კომენტარი გააკეთა რომ მე ის რო იყო ხო ძირითადად რო არა ათამაშებდნენ. ზამენაზე რო ეჯინა და ის რა ქვია კომენტარი გააკეთა რომ ანუ ამ გუნდსო არაფერია შველებაო. მე რო წავედიო მანჩესტერიდანო აბაზანა როგორც ქონდა თუ ისეთივე დამხვდა. დაუწუნა იქ სავარჯიშო პირობა 11 წელი იყო. წავედიო 11 წლითო რეალში ითამაშა, კაცმა იუვენტუსში ითამაშა, დაუბრუნდიო და იგივე აბაზანა დამხვდა. წარმოგიდგენია იქ რა ხდება? გუნდი თუ არ განვითარდება, თუ არ გააგრძელებს. ხო და თან ლიგა 1-ის არ არის ეგეთი სუსტი ის, აგერ რა ქვია სახელები არ ჟღერს თორე, აგერ ბრესტი რა ქვია ძალიან კარგად თამაშობს. ანუ მართლა ხო, კარგად თამაშობს რა ქვია ლიონის კარგად თამაშობს და მარსელის კარგად თამაშობს. ჩვენ რო გვინდა პრემიერ ლიგაში კვარა, ძალიან კარგი რეპეტიცია რა კუთხით, იცი რო შევხედოთ, ათლეტები არიან დაცვაში თუ სულ ათლეტური აღნაგობის ტიპები არიან. ძალისხმიერი ფეხბურთია რა, ეხა ვინმე იტყვის რომ ლა ლიგას გავს ან სერიაში ტვინით მოთამაშე მცველებთან რო უწევდა და რასაც უშვებოდა კი ვნახეთ ხო ჯიგრულად არა? აქ არიან ათლეტები, რო შეხედავ რამდენი ზევსი დგა ბიჭო იმაში დაცვაში ჩვენ ამდენი კაცი ესეთი სვეტში ზევსი. ხო, რამდენიც სადა გახსოვს ეხა ბოლო მატჩი. მარცხენა ფრთიდან რო წაიღებდა და დიდი მოვიდო და ვიღაცა ბაყბაღდეები წამოიონ. ხო და ეგ კარგია რა ათლეტებთან რაღაცა დრო უნდა რა ორი თამაშია ჯერ და კიდევ მეორე დაწყებულ სეზონზე ეგრე არ ხდება აგერ ეხა ვიღაცა შეიძლება გაეცინოს ესე საიდან სად გადავდივარ თქვა შედარებების კუთხით ლა ლიგასა და საფრანგეთს შორის მაგრამ კილიან ბაპეც რომ მივიდა რა სუპერთაზე შეაგდო UEFA სუპერთაზე და მე ლა ლიგაში რამხელა ფშრალი სერია აქვს ბჭო უნდა კრისტიანო რო იუვენტუსში გადავიდა კრისტიანო მე მიმყავდა ეგ თამაშები როგორ მახსოვს ისეთ ბურთებს აფუჭებდა როგორ მაცარიელ კარში გამაზული აქვს მე თვითონაც ეცინებოდა მე ნუ აღარა და არ დაადგა საშველი მაგის სადები და მე დაიწყო მაგრამ აქ თავარი რა არის ახლა შეხედე შეიძლება ესე იმაშებოდნენ კაცლებდნენ ფეხბურთელები ცუდი თამაში იყოს მაგრამ არსებობს ერთი კომენტატორი რომელსაც რატომღაც ახლა აღარ მიყავს თამაში რომელსაც შეუძლია ყველა თამაში კარგი გახადოს თავისი კომენტირებით ძალიან ცუდიც რო იყოს ეს არის ნოდარ სიმსივე და არა მართლა ეგრეა იმიტომ რომ გოლის ტკივილი ვთქვა რომ არა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ჩემი აზრით საქართველოში ძალიან ისეთია რა ქვია ალბათ ითხოვდა რომ ნოდარმა წაიყვანოს თამაში იმიტომ რომ ჩემთვის ახლა როგორც ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ძალიან მაგარი იყო უნდა ველოდოთ თუ არა ნოდარ აი გვაინტერესებს ძალიან დიდი მადლობა მაგარი მე ეგეთ შეფასებებს ოსკარის სიტყვებს ვეძახი ხოლმე ძალიან დიდი მადლობა არ სიმართლეა ეხლა ეგრეა ჯიგრები ხარ არა მჯერა ეხლა რომ გაგიცანით ახლოდან სიყალბეს ვერ დაგწამებთ ნაღდათ რა პირიქით ძალიან დიდი მადლობა ამ გულწრფელობისთვის ბიჭო აი წინასწარ არ მინდა ლაპარაკი რაღაცებს ველოდები ეხა და მაგიტო ვიკავებ თავს რომ არ ჩანვარ და ჯერ არ მივდივარ არსად რა პრინციპში
ერთი ეტაპი უკვე დასრულდა იმ არხზე, სადაც ვიყავი და დავიწყე და იქ მორჩა, რაღაცა ეტაპი გავიარეთ და მორჩა, დავიწყეთ, გავხსენით ჩვენ. და ეხლა არის რა, რაღაცა სიახლეების მოლოდინში ვარ, ოღონდ რეალური სიახლეები. თავარია მოლოდინი არის და იქნება თავარია იყოს. სხვათა შორის ძალიან კარგი იყო, აი ყოველთვის ვამბობ ხოლმე რა, აი ბათუმის დინამოს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ხოლმე, რატო იცი? მაგარი ხალხია ჯერ რა, ბათუმელებს ვენაცვალე კიდე ცალკე თემა, მაგათმა შექმნეს და ეს ევროპული კომაგობა და ეს ატმოსფერო რაც იყო, ხო? აი იქით ქუთაისის ფანობა, ტორპედოსი, ჩემი ბავშვობიდან ლეგენდა ხალხი და გავიწყებდნენ რომ შედიოდი სადიყავი და ბათუმის კომაგები რა, ეს პირატები, მაგარი ხალხი. და მადლობა რატო იცი რომ მე რო პაუზა მქონდა რო წამოვედი სპორტული არხიდან პაუზა რომ მქონდა ბათუმის დინამო იყო რომ მიკავშირდებოდა ყოველთვის და საერთაშორისო მატჩების კომენტირებას მთხოვდნენ და მოდუნების საშუალება არ მომწეს ხვდები აი ტრენაჟი რა ძალიან მნიშვნელოვანია რეპეტიციები სულ რო არ გაჩერდე და ფორმაში მამყოფა ბათუმის დინამო ამისთვის მე ყოველთვის მაგ ხალხის მადლიერი ვიქნები ყველათი ერთ დაწყებული აჩიკო ბერიძით ბესი და ბიჭები ვინც ვაფშე ყველა რა მაგარი ხალხია ძალიან გია გეგუჩაძის პერიოდის დინამო ბათუმი და გია კიდე ძალიან მაგარი სპეციალისტია თამამად ვამბობ რა ძალიან მაგარი დღემდე რომ მივსტირით UEFA-ს და ევროთასების ჯგუფში ეგ არის როგორ მახსოვს რა მალე გავიდა ბიჭო 21 წელი გავიდა 4-ში სტუდენტი ვიყავი პირველ კურსში ჩავაბარა დინამო და რა ხდებოდა და ხო და აი მაგას ველოდები რა აი მერე საქართველოს ჩემპიონატი იყო და ძალიან გავოცდი აქვე ვისარგებლებ და ვიტყვი ძალიან გავოცდი ეგეთი უცნაური რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში ქობულეთის შუქურა სამტრედია მიმყავდა პირველი რეპორტაჟი ჩვენ ჩემპიონატის იყო აი ხო შუქურა ქობულეთის ზესტაფონში იყო ეხლა რა ხე რა პლუსი აქვს საქართველოს ჩემპიონატის თამაშების წაყვანას წინ რომ იქ ხარ რა სტადიონზე ხარ და ბიჭო კარგი ერთი ბალახის სუნი მოდის იქ რაღაცა გადალაპარაკება გესმის იქ ვარდნა ახლოს ხარ იქ ხისტი თამაში რაც არ უნდა იყოს რა მიზანზე უნდა იყოს თამაში ამოცანა რა უნდა ასწორებს იქვე ხარ მე ბევრ რაღაცებს იქ ხო და მოვედი სახში გავიდა ერთი დღე ორი დღე და ბიჭო მეგობარი მეუბნება რომ ნახეო შენზე ვინ ლაპარაკობსო მეთქი ვინ არის ხა იჯგულად მოვაყოლე ამ თემას თავს არ ვიქებ მართლა აი გულწრფელად გეუბნები ჩავხედე ის იყო უტკინის აც გარდაცვლილი გენიალური ვასილი უტკინის ხო აუ ისე თავბრუდ ამახვია ეგეთი თან ქართველები ძალიან უყვარდა უტკინს რა ყიფიანი გოტე מחარაც და აი ისეთი მოულოდნელი იყოს აი ემოციებისგან ისე ავნერვიულდი რომ ზედიზედ ორი ღერი მოვწიე რა თამბაქო რა არა რა სამოფე ხა ეგ ხა კომენტატორებში ძალიან მაგარი რაღაცეები თქვა რა და ეხა დანარჩენს აღარ ვიტყვი რა ძალიან ოსკარი იყო ეხა ოსკარზე გამა ძალიან გამიხარდა აი ეგ იყო და აი ყველა ფერმა ჩემ ცხოვრებაში რომ ვამბობ ისე არაფერი არ ხდება თქო რაღაცა ეტაპი გაიარა ისეთი რომ ეხლა ვარ იმ როგორ გითხრა რა საწვავი მინდა რა ჩასხმული მაქვს გიჟივით ვარ რომ აი შევარდე რეპორტაჟი და აი მაგას ველოდები ხა კიდევ მეორე ცრუმორწმუნი არ ვარ მიუხედავად იმისა რომ მაინც ვამბობ ფეხბურთს უხდება ცრურწმენა მე არ მესმის ფეხბურთის ცრურწმენის რიტუალის გარეშე აკუდება რა ისე უხდება და ამიტომ წინასწარ არაფერზე არ მინდა ესე გავაჟღერო და ვთქვა უბრალოდ მოლოდინში ვარ უახლოესი პერიოდის ამბებია რა წარმატებები დიდი მადლობა ველოდებით რა და ველოდები ჯიგრები ხარ ეხა როგორი შეკითხვა მინდა რომ დაგისვა ძალიან ბევრი საინტერესო ფეხბურთელზე ვისაუბრეთ რაული ვახსენეთ ხო ხუჭა კვარაცხელია მთელი PSG მბაპე მესი კრისტიანო რონალდუ და ასე შემდეგ და ალბათ ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ნოდარ სიმსიეს ტოპ 11-ეული ყველა დროის. აუ, როგორ არ მიყვარს. აუ, როგორ არ მიყვარს, როგორ არ. არა, ხო, არა, რას რა კუთხით ვამობ, იცი რომ აი გემრიელი, აი მენიუს რო გაშლი, ხო იცი რომელი კერძი არის. ხო, და აი მეგრულ სამზარეულოს ვეთაყვანები რა, და აი მეგრულ სამზარეულოში ვერ ვარჩევ რომელია პირველი რა, ყველა მაგარია რა, გიждები რა. კარჩო არა, იკერი. არა, ჯერ პირველში ის რა, ტაქტიკას რას ათამაშებდი შენ სამყაროს 11-ს და მაგის მიხედვით გავყვეთ მე. ბიჭო, მოდი, რომელი გიყვარს? მოკლედ ვიტყვი, ნახე. ვახ, ბიჭო, არა და მე ქართველები მეჩაგრებიან რა, ჩვენები არ და შესაყვანია რა, ბევრი. კაი, დავიწყოთ. ნოდარ სიმსიეს ტოპ 11-ეული. არა, იცი როგორ ვამბობ ხოლმე,
თავის ტკივილს როგორ ვირიდებ თავიდან 2008 წლის ესპანეთის ნაკრები ეგრევე მაგას ვამბობ ხოლმე 11-ე ხო ანუ მაგას ვამბობ ხოლმე მიუხედავად იმისა რომ სოფლიოც მოვიგე ძალიან მაგარი იყო არა ეგ ევროპა იყო არა 8-ში ევროპა ხო 8-ში რომ მოიგო ევროპა მაგას მიუხედავად იმისა რომ რაული დამიტოვა 11 ფეხბურთელი ეგრევე აი ეგრევე აი თავი რო არ ავიტკიო ხოლმე ზედმე იმიტომ ბიჭო მე მავიწყდება ვიღაც და გული წყდება მოდი რა ნახე სენაც კი არ და მარკუსენა მაგას ვენაცო ანდრევას კი არ და ანდრევა კი არ ვინ იყო აიცა არა მაგარი ფეხბურთელი იყო მაგრამ ესე არ უთქავს არა აბდევილია მაგან ხო იცი მიკროფონზე ხელი ამირთხა ყველა არ მახსოვს და გავხსენოთ რა გაგვახსენე გეტყვი რა ნახე მარკუს სენა რატო რო გაგეცი ვილიარეალში არ თამაშობდა ხო ნახე ეგ იყო ფეხბურთელი რა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რომელსაც შეეძლო ცენტრი დაცვა და თავდასხმა ის ჯაჭვი დაეკავშირები. აი ახლა როდრი რასაც აკეთებს. ბუსკეტს კი, ბუსკეტი ძალიან მაგარი. ხო გეუბნება დორბლინგის რა რომელი ერთი. მაგრამ 2008 წლის თან ძალიან უცნაურია ჩემი მხრიდან რომ ამას ვაჟღერებ, იმიტომ რომ რაული დამიტოვა მაშინ ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავ. რატო არ წაიყვანა? არ წაიყვანა არაგონეს, მაგრამ ანუ ამ სისტემაში იყო ძალიან მაგარი. ტორეს არ გაიტანა ფინალში გერმანიასთან. ძალიან მაგარი. ხო და ანუ არ ჯდება ამ სისტემაში. ნუ იქ შიდა კონფლიქტები იყო, რომელსაც აი დღემდე ვკითხულობ ხოლმე მარკაზე იმას ვეძებ, აი რა, საბოლოოდ პასუხი არც ერთმა არ თქვა. ნუ ახალგაზრდა შემადგენლობა, ახალგაზრდა ფეხბურთელები, ეხლა ამინ დამაჯერებს იმას, რომ რაღაცები კიდე აქაც მაბრაზებდნენ ხოლმე, რომ ის არისო, რაულიო დისციპლინო იყო და ბაზაზეო ოჯახის წევრები მიყავდაო და ესე რასაც უნდა დააკეთებდა და ბურთაობდნენ და ანუ რაულია რა ის ხო არ არის ვიღაცა რავი რომელი ფეხბურთელი თქვა რაულის სინაგლე არავის არ გაუგია ეს კასვითხოდი მე ისა კუენკას აგარი იყო ბიჭო აი 2010-ში მაგრამ მოდი აი კაი დავიწყოთ კაი გავაკეთებ აი თქვენთან გავაკეთებთ 11-ულს იმიტომ რომ რა ესე რაღაცა მოშორება გამომდის 8 წლის ესპანეთი ჰუჰა კარში მოდი მე ვინც ვნახე იმაც ვამბობ რა მოდი ესე გავაკეთებ რა ბავშვობაში კიდევ უფრო აი რომ მომწავ კასილასი რა ესე მაინც კასილას და აი მეკარეებში აი კაროჩე სამი ფეხბურთელის დამატებას კამი შემეძლოს რა მოდი რა საკაი კარგი კი ბატონო სამი რა მამარდა ისე მიფრინავს გაიგე მიუხედავად აი იმ კლუბში სადაც არის ვალენსიაში ჩემი თავიანაცვალს მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობა მოდი მამარდა ლივერპულის მეკარე უკვე კასილასი მამარდა რა აი ესე იყოს აი შენ ჟანრში წამოვედი აუცილებლად კაფუ მარჯვნივ ნუ ეხა არა ნუ აი ხო ესპანეთის სექტანტი ვარ მაგრამ ნუ კაფუ ბრაზილია უნდა ეგ არის რა ეს არის შემტევი მარჯვენები მოგწონს მარჯვენას შემტევი როცა რა თქმა უნდა ეხა კარვახალს ჩემი თავი ენაცვალოს ძალიან მიყვარს კაფუ სხვა დონე იყო კაფუ სხვა თან ჩემი ბავშვობაა რა ცველებში პრინციპში მაინც ბავშვობისკენ წავალ ცენტრში ნუ ერთი რამოსი უნდა იყოს რა რამოსი უნდა იყოს ეხა აი იეროც მიყვარს მაგრამ რა ვქნა ხა საუკეთესო 11-ულში როცა ამხელა წეწვაგლეჯვა მიდის ვერ ჩავსავ იეროს მიუხედავად დიდი სიყვარულის მალდინი რამოსი იყოს მოდი რა შუაში მიუხედავად იმისა რომ ვეთაყვანებოდი ესპანეთის ნაკრებშიც და ბარსელონაშიც პიკე პუიოლს ერთად ვეთაყვანებოდი ძალიან მარტო პიკე რო დარჩა ხო ნახე მე რასაც აკეთებდა არა ეგენ ერთად ეს რომ სულ პუიოლის სულ მაგაზე ლაპარაკობდა რომ მე ვაფხიზლებ ბიჭო ყურადღები და ეს სულ იქით იყო რა მალდინი რამოს შაკირასკენი ხედავ სულ ვაკას მეროდა ის კუთხურებისთვის მარცხნივ უდაოდ რობერტო კარლოსი უდაოდ იმიტომ რომ რომანტიკა რატო მე მეგონა მარსელო სიტყვა ბიჭო არა ვიცი რა არის ნახე ბარსელონში ჩემი დასაწუნე არაფერი აქვს მაგრამ ნახე კარლოსის სხვა რომანტიკა კიდე ჩემი ბავშვობის ფუტბოლია 98-19 მოდის აი სხვა რამე იყო კარლოსი გული კარლოსი მატორი იყო რა ძრავა იყო ძალიან დიდი იცი რა მარსელო მაინც რა ისე კავშირდება ძალიან მაგარია რაზეა ლაპარაკი კრისტიანო მარსელო სპონტი ეს იყო ხასიათის ფეხბურთელი რამ ხრივ იცი რეალი ჩამქრალი მინახავს
გაფუჭებული თამაშები რეალის, მაგრამ ამას შეეძლო რომ ყოფილიყო პიტერ პენი მაგ შემთხვევაში და ხო ფრენა ესწავლებინა თანაგუნდელებისთვის და მარტოსაც გადაუწყვეტია მატჩის ბედ. კარლოს კიდე რაღაცა ჩვენ ხო ფეხბურთი იმიტომ გვიყვარს ისეთი პერსონაჟებისგან შედგება დადებითი ტიპებისგან და თუ დადებითი არის რაღაცა დამახასიათებელია. კარლოსი ორივე იყო დამახასიათებელიც ჰქონდა ბევრი რამ, მათ შორის უდაოდ უძლიერესი მარცხენა და ტიპაჟი იყო რა, არ იცნობდი, მაგრამ გონია რომ იცნობდი და მაგარი კაი ტიპი იყო. ყველა მისის კარლოს ყველა. ხო, გაგისწორებდა. ფეხბურთის რო არიცო და იცი. ხო, 4-3-3 თვითამაშოთ რა. 3.5 და გჭირდება. აუ, თან რო აი ხარ ჩავინიეს და უდაოდ ჩავინიეს და ზიზუ. და დაუკარით და გადაშალეთ. არ უნდა წესამი აღარ უნდა. არა, ხადახე. ვა, ბიჭო, კაი, ამიტომ ერხევა რა. წინ აქამდე კარგად მიხვედი ეხა მაინც ისე ვერ იტყვი რატო არ დააყენაო სხვაზე ეხა ჯერჯერობით აი ხა ნახე შენ ჩავი ინიესტა ზიზუზე ეხა გემოვნების ამბავი არა კი მაგრამ ეხა სამი ისეთი თქოს ნახევარდაცვაში რა ეგრევ ნახე ვერ ამოწურავ იმდენია ეხა ნახევარდაცვაში რომელი ერთი ეხა რამდენი მოდრიჩის რატო არ შეიძლება იყოს რომელი ერთი ჟერარდმა რა დაგიშავა სიტყვაზე ვიცი კი ბატონ ლამპარდმა დე ბრუინი არსებობს კიდე და წინ მაგრამ ეს ხო ვაკეთებ ხო ნუ ძალიან რთულია რა რაული ერთი უეჭვერი ხა მე ვინც ფეხბურთი შემაყვარა იმის სკამზე დასმა ისიც მეყოფა 2008-ში რა ნელოძე დაიძაბა სამი ისეთი დარჩა რომ მესი აქედან მარჯვენ მესი და რომელი აქედან რომელი და ბუკრეშტიანო უდაოდ რონალდო მესი რონალდო რაული ეხლა როგორი თამაშებდნენ ეს ცალკე საქმე ერთად მაგრამ ესე ფურცელს და რა თქმა უნდა იქ არის კვარა ჩვენ ხო თქვით სამი შეგვიძლია კი და მესამე ხო და კვარა მამარდა და ერთი მოდი რა სათადარიკოთა სკამი მე ეს სიტყვა სათადარიკოთა სკამი არ მიყავს მაინც გუნდის შემადგენელი ნაწილია მამარდა კვარა და კიდე ერთი ქართველი გავაკეთოთ ესე მსოფლიო ასე ვთქვათ ნაკრებში რა რომელი ბიჭო კვარა მამარდა და რამდენი დაწყდება გული თუ გინდა ესე შევხედოთ რომ აი მაგალითად ახლა კვარას მამარდას რა ახალგაზრდები არიან და ყველაფერი წინა აქვთ და ეგეთი ქართული შევარჩიოთ ხო რა უფრო გამარტივია არა კვარა მამარდა და აი ვინც ჩაბნელებული თბილისი აი საქართველო და ჩაბნელებული სტადიონი გამიფერა და კინკი რა გიორგი კინკლაძე აი მაგრამ მიყვარს კოცონზე დამწვეს ხო იც ერთ დამავიწყდა ვაიმე სახელი კაი ბიჭია ტიკტოკერია და ქუჩაში გამაჩერა და მკითხა რომ ბორის პაიჭაძე თუ კინკლაძეო რა ესე შეკითხვები ხო ვინ გირჩ მე თან ყველა ვიდეოზე ავხსენი რა სანამ ვიტყოდი TikTok-ი კი იჭრება პასუხი მაგრამ უთხარი რომ მეთქი დატოვე იმიტომ რომ უნდა აიხსნას რა ეხლა რაც თქვენთან ეპიზოდის დასაწყისში მე ვინც ნახე იმათ ვიძახი რა იმათ დავასახელებთ კაი მე ვისაც მოვესწარი ეხლა ბორის პაიჭაძე როგორ უნდა ვთქვა ხო ბორის პაიჭაძე არის ფეხბურთის პატრიარქი ქართული ფეხბურთის პატრიარქი ბორის პაიჭაძე არის ისიდრო ლანგარაც ბორის პაიჭაძე არის დი სტეფანოც პელეც ჩვენთვის და იყო დიდი ფიგურა ხო არ მინახავს სამწუხარო და ეს ეხა როგორ ვთქვა მე ვინც მინახავს ის არის კლასიკოსების წიგნია რა აი ესე დევს თაროზე რომელიც ცოცხლობს ხო და თქვი ისა რა კინკლაძე აუ და მე შევედი ერთ დამაინტერესა ერთი ძალიან მიკაჩებოდა ერთი ტიპი რომ ამან რაღაც და მის კომენტატორობა არ გაიჟა ეს ვინ შევედი არის დაახლოებით იქნება 30 წლის ბიჭი აი რამის მე არ მოსწრებია ბოდის პაიჭაძე ხო რა აი დამეზარა არ მიყვარს ხოლმე გაყოლა ადამიანი აი რა მოიცა შენ რა გინახავს ბორის პაიჭაძის პირველი მერცხალის გარდა ფილმის გარდა აი რა გინახავს ბორის პაიჭაძის თამაში მე ხო არ ვიძახი რომ აი სადარებს და ვიძახი რომ გენია იმიტომ რომ ფეხბურთის შექმნა საქართველოში კაცმა ფეხბურთის პატრიარქი მაგრამ ხა რომ ვიძახი კინკლაძე თუ ბორის პაიჭაძე არ მინახავს და ისიგ პელე თუ მარადონა 13 წლის ბიჭი ამბობს მაინც მარადონა მერტმა გამიმარჯოს იმ 20 წუთიანი ვიდეო მე მაინც ხო აი ჩემში ზის და მაქსიმუმ ასე კვარას თამაში არ გახსოვს გუშინ აგერ რომ იმას გაუტანა აი ჩემში ეს ბიჭო ბაზარი არა შეიძლება ზმაო შენ ვიდეო ესეთი წინაპირობა გავაკეთოთ რომ ჩამირთო მარადონა ჩამირთო პელე და მე შეადარო ხო რა თქმა უნდა ნანახი გვაქვს ორივე ესე ჩანაწერ და ფილმები მაგ გახმოვანებული მარადონაზე მაგრამ სად იქვე რომ დაგებადება მსაჯის სასტვენს რომ მიწევდა და არა მხოლოდ კარგი გვაქვს ნანახი
ანუ 90 წუთით არ გვაქვს ფეხბურთელი. იმ პერიოდის სენიორ კაი რაღაც თქვი ხლა. იმ პერიოდის გულშემატკივრებს აქვთ ნახე მამა ჩვენების თაობა. თორე ჩვენ ვიცით მხოლოდ მომენტები იმათაც თვითონ აქვთ ნათქვამი რომ მაქსიმუმ რამდენი 4 თამაში გვაქვს ნახე, იმიტომ არაჩვენებდნენ ტელევიზორში. და რაღაცა გადაცემებიდან ჩანაწერი ამონარიდი მორჩა. თბილისში რა ქვია არგენტინას არ უწევდა ჩამოსვლა და ხო და აბა 100 თვალი რო აკვირდება აი კვარამ როგორი ფასი გააკეთა იმას. რა თქმა უნდა რა. ეგრე რო გვენახა ჩვენს. კი, სენიორ რა. თორე ვინო ხერითო ისა ეპიზოდები რაც არის, ჯერ ყველაფერს დავიდაანებე. კაი მითია რო იცი რანაირად არის მითი თო ამა თუ იმ ფეხბურთელზე ძველზე გეუნები. აქამდე მოგიტანა ფეხბურთი. აქამდე მოგიტანა სახელი, ესე იგი არსებობდა ეს ძალიან მაგარ ფორმებში, ხო ეს კაცი, იმიტომ რომ ნანამჭედლიძის ფილმში საოცარია იგივე ბორის პაიჭაძე რა კარგია რომ შემოგვინახა რა. სწორედ ასეთი თამაში მაქვს მე თქვენთვის მომზადებული. მითია თუ რეალობა. რა მაგრად ზუსტად გადახვიდო და ესე იგი. ვა, ესე იგი აი ინიესტა არის ჩემში რაღაცა. ჩავი. ხო, მოკლედ დაგი ასისტა ის რა. ვეძებდი დიდი ხნის განმავლობაში რაღაც საინტერესო სპორტულ ფაქტებს. არა მარტო ფეხბურთზე რა, მაგრამ ძირითადი აქცენტი ფეხბურთზე. ხო, ბატონო. წავიკითხავ. და თქვენ მითხარით მითია თუ რეალობა. მე ეგეთ რაღაცებს აქვე გეუბნები რომ არ ვიცი რატო ხდება ხოლმე, მაგრამ ეგრევე ვითიშები. ეგრევე ვიჭედები, მეც მაინტერესებს ჩემი თავი რო გამოვიცნო ეხლა. მე მიყვარს ესეთი რა. ხო, არა, მაგარია ძალიან. მიდი აბა. ჩვენ არაფერი არ ვიცით. არა, არაფერი, მხოლოდ მე ვიცი. ანუ ერთი ვიცოდი რომ თამაში იყო, მაგრამ თორნიკემ საერთოდ მე მგონი არ. ხო, მაგრამ რომ ცოდნათ რას არღვევდით რომ არაფერს, ხო? არა, ის მითია თუ რეალობა? არ უბრალოდ ეხა ჩვენს აზარტში რო გამოვიცნოთ რა ეგ არის ხო? ჩვენც ვითამაშეთ. კარგი. ჩემპიონთა ლიგის ტიტული ყველაზე მეტჯერ მადრიდის რეალს აქვს მოგებული. აუ, როგორი ტყუილია. რეალობა. მე ჩემპიონთა ლიგის ტიტული? აბა, რეალი, კი, ეგ არის. როგორ, ანუ ნახე შეხედე. მე ვფიქრობ რომ ის არის დამაბნეველია ის რომ მარტივია პასუხი ძალიან რომ არა, მოიცავს მაგას, არა, რეალია, კაცო, რეალობა. თორნიკე? ანუ თუ იმას გულისხმობთ რომ მე ხო შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ტიტული ანუ თასი გულისხმობთ 92-დან. ჩემპიონთა ლიგის ტიტული ყველაზე მეტჯერ ტიტული მოგებული რეალს აქვს მოგებული 15. შენ რას ფიქრობ? ბიჭო, კი აქვს ეგრე, მაგრამ რაღაცა შიგნით რა არის ორი. შენი პასუხი ხო, კი ბატონო. რეალობა. ხო, რეალობა. რა თქმა უნდა, რეალობა. შენ ისი ფიქრე რომ ეხა ესენი მარტო კარლო ანჩელოტმა მოიკიდა რამდენი ხო მანამდე ზიდანმა და დელბოსკემ და იმდენად მარტივი იყო და აუგებდი. ვფიქრე რომ საინტერესო შესავალს გავუკეთებ მეთქი ამაზე აუცილებლად ისაუბრებენ მეთქი იდავებენ. მე რაზე დავეჭვდი, იცით 92-დან თუ 11-დან არ მანამდე ქონდათ 6 მოგებული. თან მინდოდა რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეთქი. მაგრამ მაინც ყველაზე მეტი გამოდი. რეალზე წამოკიდებული. მაგას 2002 წლის მერე ქონდათ დიდი პაუზა. ხო, რომ დელბოსკეს მე და გალაქტიკოსის პერიოდი. აუ, ეგ რა, ყოველ წელს და ყოველ თვეში რომ მწვრთნელი იცვლებოდა, ვინ არ მოიყვანეს ჩემი. ლიონი გვადებდა რა. ბოლოს იყო ანჩელოტი შემდეგი ფაქტი. აბა. შემდეგი ფაქტი არის ესეთი. ბოულინგი. ხო. ითამაშიათ იცით? მე არ მითამაშია ბოულინგი. ბოულინგი მითამაშია. ერთხელ რა თამაში წარკვი. იმისთვის რომ კეგლი წააქციო, საკმარისია მისი 6.5 გრადუსით გადახრა. კაი, მოიცა მარტივი ძალიან მარტივია ხო ეგ. 6.5. მოიცა ნახე. ხობით ამდენია. აი, დაახლოებით ამხელა დიამეტრი ხო აქვს, შეხედე? ანუ დავიწყოთ რა, რეალურად ახლა. აი 6.5. აი ნახე. არა ბიჭო, ეს არის 180, ესე დაიწყე. აი გიგა. 180 ხო არის ეს? აწიე ეს არის 90, ხო? ეს არის 45, შუაში იქნება 22.5 ეს. ხო, მე. ამდენი გვინდა? 6.5. 22.5 ხო არის ეს? ამის შუა სად იქნება? აქ არ იქნება შუა? ეს იქნება 1.1. ბიჭო, ხო, მაგრამ მანთან როგორი კონტაქტია, ხო? კონტაქტს გააჩნდა. გადახრა რა სიჩქარით? არა, გადახრა პირდაპირ. ესე იგი, ოდნავ მიეჭახა და გადაიხარა ეს? მოხდა. გაუკლაცუნა. კი და თუ გაუკლაცუნა წააქცევს. თუ არა 6.5 გრადუსით რომ გადაიხაროს რომ წაიქცეს. მე მგონია რომ კი, იმიტომ რომ რამდენიმე პასუხი მჭირდება კიდე. გვერდი თუ დგას კიდე კეგლი? არა, მარტო დგას. მარტო არა. მარტო არა მგონია. ანუ ესე გადაიხარა და გადმოვა. კონტაქტი იქნება რა, მიედება და კი. მე მგონია რომ არა. არა, მარტო არა მგონია რომ ეგეთი გადახრა. რას იზავს ისე? აი ესე გადაიხარა და გადმოვა. ხო, იმიტომ რომ ეგეთი რამე მის მინახავს. შენაუბრა საკმარისია, ხო? მე არა.
აბა კარგი, ანუ არ არის. მედანოდარი ამბობ მარტო თუ არის არა მე მგონია რომ ვერა მართალი არის თორნიკე და მართლები ხართ თქვენ. მარტო 7.5 გრადუსია. მართლა? 7.5 გრადუსი არის საჭირო რომ წაიქცეს. ხო იმიტომ რომ ეს ნახე არა ნახე რას გეუბნები რა სენიორ ნახე რას გეუბნები ის რა ქვია აი მინახავს მიყურები მე დიდ მოყვარული და მოტრფიალი არ ვარ აი გადახრე და ხო ყოფ რო აკეთებს რა ეს ანუ არ კმარა მაგრამ ნახე მარტო თან იქ ხო არის რომ შეეხება იმას მიეჯახება და წაიქცება და ესე წაიღებენ ამასაც რა წაიყოლე. კი, მეც მაგითო შემოვედი ზუსტად. გიგა, უნდა იცოდე ეგეც. ანუ 2-0. კი, ანუ ასე რომ სხვა დროს როცა ითამაშებს ბოლოს. ანუ ჩვენ ვიგებთ 2-0-ს და ეს 1-0, იმიტომ რომ წინა 1-1-ია ჩემთან. შენთან 1-1, ჩვენთან 2-0. ჩვენ 100%-იანი შედეგი გაქვს, გიგამ ერთი გააფუჭა რა. კარგად მივდივარ. აი, მესამე შეკითხვა. ბამონოს. ფორმულა 1-ში ძალიან მიყვარს. ქალებს და კაცებს შეუძლიათ ერთად მიიღონ მონაწილეობა. ბიჭო არა. არა. ეგეთ რამე ნახავდით აქ. ეხა არ ვარ მაგის პროფი, ეხა ფორმულას უზივარ თქო მოგატყო, მაგრამ სამაგეროდ ბევრი ეხლაც დოკუმენტურებს ვახმოვანებ ხოლმე და მანამდეც გამეხმოვანებია ბევრი და ეგეთი რამე არ გამიგია. მე ვფიქრობ რომ რო იყოს ეგ ნახავდით აუცილებლად, იმიტომ რომ დღევანდელ სამყაროში ეგეთი ის რო იყოს ნახავთ. ხო, ფორმულა 1. არა, მე მგონია რომ მე მგონია კი არა. მოგეთ მე როგორც მოვიძიე, შესაძლებელია უბრალოდ აქამდე არ ყოფილა. ხო, იმიტომ რომ შესაძლებელია, ანუ გენდერი არ არის განსაზღვრული. არ არის გენდერი განსაზღვრული, უბრალოდ პროფესიონალური თვალსაზრისით გვერდ ერთმა ქალბატონმა ჯერჯერობით ვერ შეძლო რომ ავიდეს ამ 20 იცი რა არის, მან მარტო ტარებისის კი არ არის, რა ქვია, მან ძალიან ბევრი ტესტი გამძლეობაზეა, გამძლეობაზეა უნდა გადალახო. შეიძლება მაგიტან. შესაძლებელი არის. ამდენი ხანია ხო ეგ წერია. ტანგამ. რო იყოს როგორ გითხრა წერია ერთია ფორმალურად წერია რა ფაქტია რომ შესაძლებელი როგორც მე იქნებოდა მგონია რომ შევიხილოთ წერია კი არა, ნახე, წერია შეიძლება საერთოდ არ წერია. და ჩვენ ვფიქრობთ რომ რო არ წერია ეგ ნიშნავს რომ შეიძლება. ან ნახე არ წერია რომ მარტო კაცებს შეუძლიათ. საერთოდ არ წერია. მე ვესაუბრე. გადარეკე მირა. ანუ შენთან გამოდის ნახე, მედანოდარს გვაქვს 2-1 შენთან და გიგა აგებს 1-2. ხო თან ეხლა ეს ისეთი მარცხი იყო რომ ახლოს ვიყავ. არა, ახლოს ვიყავით, ანუ საბოლოოდ ჩვენ მართლები არ აუცილებლად წარბი იქნებოდა მე ხმას. 1-2. ყველაზე მაღალი სატრანსფერო თანხა ფეხბურთში 220 ნეიმარი. 222 მილიონი ევროა გადახდილი. კი ნეიმარში კი ბატონო. მოიცადე? მოიცადე? მეტი არ 222 კაი, ახლა ნახე ვიცი თუ არის 221 და რაღაცა თუ არის, მაგაში არ მე ვიცი რომ გადახდილია მაგდენი. მოიცა 222 იყო ყველაზე აქამდე ხო PSG-ში რო გადავიდა ნეიმარი. მე რა კითხვა მაქვს უყურე. ეგ იყო ბარსა რო გადავიდა, კი. კი ეგა. ერთჯერად ტრანსფერზეა საუბარი? თუ ერთ ფეხბურთელზე? თორე ერთ ფეხბურთელზე ყველაზე მეტი ლუკაკუში არის გადახდილი. ერთჯერადი რას ნიშნავს ანუ ანუ ერთხელ რო გადავიდა რა სადღაც და მთელი კარიერის მანძილზე კი არა. არა, ხო. ამდენი აბა თუ შევკარით ახლა იქიდან დაწყებული ვარ. ანუ რეალობაა ეს კი, ყველა. რეალობაა. კი, მოწოდე ერთი წამი იმაში მესიში ვინ იხდიდა? მესიში არ არის არა, ვიცი, მოცა, უბრალოდ მახსენდება რა იცი ვინ იხდიდა, ვიღაცა აპირებდა 300-ზე იყო ბაზარი. მაგრამ ნეიმარი არის 222-ია, ხო. მე ეგრე ვფიქრობ, კი, მე ნეიმარის. კი. სწორია. ხო, იმიტომ რომ მესიზე იყო ბაზარი 300 მე არაბეთში იყო. რა თქმა უნდა, რა. ეხა ვინისიუსზე იწერება სხვა. კი, 300 მილიონი. მაგრამ არ წავა ძალიან დიდი იმეც ვიტოვებ. უნდა გადავიხადო 300 მილიონი. გავიგერო, მაგრამ აი 300. არა, ზედმეტია რა. კარგი. კიჭა რონალდო და ისინი რა პერიოდი. შემდეგი შეკითხვა. ბამონოს. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი მზარეული იყო. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი მზარეული იყო. აი, მოიცა ნახე, ოლიმპიური ჩემპიონი რაც ეს დაარსდა თუ ეს რომში რო ემართებოდა ოლიმპიური. შენ ამბობ აი ადრე ხო? პირველი ოლიმპიური. შეიძლება ყოფილიყო. შეიძლება ყოფილიყო, რატო იცი? მე ვფიქრობ, რომ მაშინ არ იქნებოდა ესე გამორჩეულად, რომ მე მოიცადავე კულინარია და ეგეთი ამბები რა მაშინ ეგეთ დონეზე იყო, რომ თქვა მზარეული იქნებოდა, კი, მაგრამ შეიძლება ნახე რა შეთავსებული იქნებოდა ჭიდაობასთან. ან რას ვამბობ? მზარეული? ხო, რას ვამბობ? შეიძლება. აი ხა თუ დინოზავრი დაითრია და დააბერტყა და აი მე მაქვს ესეთი კითხვა, საერთოდ ძველი წელთაღრიცხვით 776 წელს მზარეული პროფესია არსებობდა? აბიში ეხლა თავანკარა ქართულით შეკრეს და ეგრეა მზარეული, თორე ეხლა შეიძლება რა იყოს, იცი? იმას მისდევდა რაღაცა პირობითად რომელიღაცა გიგანტურ ცხოველს მისდევდა დაიჭირა დაახეთქა და მე კოცონზე დაატრიალა და ეგ იყო ჩვენი ისა რა ქვია. ყველაზე სწრაფადქნა ეგ. ხო, შეიძლება ექნა რა. ანუ მომის რამე ინფორმაცია ხინკალი მოახვია, ანუ რაში ოლიმპიური ჩემპიონიც არ ვიცით? არა, ოლიმპიადაზე.
პირველი ოლიმპიური ჩემპიონი იყო მზარეული. რაღაცა მგონია რომ ესეთი ინფორმაცია. მე მგონია რომ არა. ხო არ არის შეცვლილი. ხო, შეიძლება. მე მგონია რომ არა. არა, მე ვფიქრობ რომ მაგას ჩაეკითხიდან იქა რომ იყო შეიძლება რა ქვია რა ვიცი მე. არ მე თუ გამიგია. ლუხჩე, მე თუ ლუხჩე იყო და მოდი, მზარეული ნიკამ თქვა მზარეული. არავინ არის ეგ ჩემ გარდა. აბა მაგას არ რას მე მგონია რომ არა, ესე მე ვფიქრობ რომ კი მართალი იქნება. მითი. იმიტომ რომ მაშინ ჩემი აზრით შეთავსებული იქნებოდა ბადროს ტყორცნა და რაღაცეები. არა თუ კიდევ მეორე თუშია თავსა იმას რომ ფრინავი ხვლიკი ერთ ახტომას დაიტრია დააგდო გაკოჭა და მე ეს კოცონზე დაატრიალა და ბრავო რა მაგარია ეგრე შეიძლება თვითონ მზარეული რომ თოხლის გაკეთება ეს გააკეთა და მიიღო ხო რა მე აი პასუხი ანუ მე ვფიქრობ რომ მართალია მეც მითი მგონია სინამდვილეა რეალობაა. მართლა აბა რა გააკეთა არ ვიცი. არა არა მე პატარა ისტორია არ ეწერა ძალიან საინტერესო სხვა შორის აქამდე არც ვერ მოვიძიე მე ჩავყევი რა ანუ სტატიის სათაურის შემთხვევაში. უბრალოდ აღწერილია ეგრე? ხო აღწერილი იყო ფაქტი. შეიძლება იმაზეც იყო საჭმლის გაკეთებაშიც იყო არ გამორიცხო ეგ. ხო ანუ პროფესიით მზარეულმა ადამიანმა დოხში მოიგო. ხო და მაგას ვამბობ რომ არ გამორიცხავს მეთქი მაგიტო ვთქვი რა. ხო საინტერესოა. და მაშინ თან ოლიმპიადები დასაწყისში რა პირველი როცა ჩატარდა მაშინ ტარდებოდა როგორ იცი აი ესე კი არ იყო ხა ქვეყნებში რო არის. ხო მაშინ თვითონ იქ რა რომში ვინც იყვნენ და იქ ვიღაცა მზარეულმა მიიღო მონაწილეობა. ეხლა ჩვენთვის რაც არის ოლიმპიადა, ეგ მაშინ იმ მნიშვნელობით არ იქნებოდა. ხო, როგორც ეხლა სიტყვაზე არამეს ნიშნავს ოლიმპიადა და ის იქნებოდა შეჯიბრი, აგერ ბიჭები ჭიდაობენ. კაი, მაშინ ეგ იქნებოდა რა. დაასხდნენ პირველად და მოდი შენის გააკეთე, შენს ესე გამიკვირდა, ვა, პირველად გავიგე. კაი, აბა შემდეგ ფაქტს გეტყვით. ვატიკანს ხო. ყავს 5 საფეხბურთო გუნდი. ვატიკანს? აუ ბიჭო. რომელიც თავის სტადიონზე ვერ ითამაშებს. კი. არა, ერთი ზამთარი ვატიკანი ხო სახელმწიფოების სახელმწიფოა. და თვითონ ანუ ამის სახელზეა დარეგისტრირებული? ვატიკანის რეესტრში, იტალიის საჯარო რეესტრში ეგრე ნახავ? ბიჭო, ვატიკანს ყავს 5 საფეხბურთო კაი ხა ვატიკანის ტერიტორია ყველა ვიცით იქ ხა გუნდი რასაც ქვია გუნდი ხა არის დარეგისტრირებული არ არის ეგ სხვა თემა გუნდი თვითონ ესეთი მე მგონი რომ კი მე ნონდარს ვენდობ არა მე ნუ მენდობი ესე დროს მე ჩემი ტვინი სხვანაირად იწყებს მუშაობას მეც ვფიქრობ რომ იქნება კაი ნახე ხა ლოგიკურად რა ვიმჟელოთ პირველი ანუ ვატიკანში რა ფიზიკურად სხვა სტადიონის ტერიტორია არ არსებობს იმიტომ რომ ვატიკანი სულ ეკლესიაა მთლიანად თავიდან ბოლომდე ну ეკლესია და ამ ეკლესიისთვის რას არის საჭირო დანარჩენი და ყავს სტადიონი 5 გუნდი თუ ბიჭო არა მგონი მე არა ხუმრობ რა თქმა უნდა არა 5 არ მგონი არა ყოლება 5 ბევრია ძალიან ეხლა ჩემი აზრით ყავს არა 5 არ ყავს 5 5 საფეხბურთო გუნდი ყავს აბა მითხარი გამახსენებ შეიძლება სახელები აფინანსებს შეიძლება მაგრამ არა ხო აი ეგ ჩამოვწეროთ მაშინ აქ ეხა გამოვიდეს ის 5 არა ნახე რა თემა ხო მაგ სტატიას მე მოვიძიებ თავიდან ბოლომდე ამ ვიდეოს აღწერაში ლინკს ჩავწერე. ხო, არ და ჩვენ მაყურებელს შეუძლია. მაგრამ ჩვენ ლოგიკით მივყევით და სწორად მივედით ჩემი აზრით, მაგრამ თვითონ დაუშვეს რომ გავლენები და რაღაცები ეგ ბაზარი არ არის, მაგრამ ვატიკანის გუნდი ერთი. ხო, ნუ შეიძლება აქამდე არ ჩავყოლო. ლიგასთან დაждდა 3-3 შენთანაც 3-3-ია. 3-3 ნოტა. არა, შენთან ის არის რა. შენთან 4-3. ისა 4-2. 4-2. ხო, თორნიკე მოიგო. კი ბატონო, ხო, აქამდე ნახდა და არ ჩავყოლილოა. ვატიკანის თემა. ვატიკანი რო წაგებინებდა, როდესმე გიფიქრია. მე მაგას გეუნები ბიჭო, არის რაღაც თემები, რაზეც უცებ ჩაწერის დროს მით უმეტეს წკაპ. თან ხო იცი, ზოგადად ესეთ გადაცემაში ხა. ყოველწლიურად რომ ისეთი რაღაცა იყოს, რომ აი იშვიათად. არა, რა თქმა უნდა. აქამდე არც გამიგია. ხო, კაი ფაქტები. არა, კარგი იყო. ფორმულა 1 ხო გეცოდინებათ რომ შეიძლება? კი, კი. სხვათა შორის ჩვენმა მეგობრებმაც მოგვიმზადეს თამაში. ხო. კი, ჩვენ არ ვიცით ამ თამაშის წესები ვიცით მხოლოდ, შეგით რა ხდება არ ვიცით. გამომდინარე იქიდან რომ ესე გითხრეს რომ 2-2-ზე ითამაშით. კიკა და ნოდარი ერთად იყვნენ და თორნიკე და ნიკა ერთად. რა თამაშია? ხო, როგორ დაულაგებიათ ხე? თან ჩვენც ესე რო დავჯექით და იცოდნენ ესე იგი. მოკლედ 30 წამი გვაქვს დრო. წავიკითხავთ. რაც ეწერება ფურცელზე და 30 წამში ვინ მეტს ჩამოთვლის. აუქციონის და დიდი იმედი მაქვს და ალბათ ჩვენი მეგობრები სპორტულ ამბავში მოგვიმზადებდნენ ამ ყველაფერს და სად დევს არ ვიცი ოღონდ აბა მიდი. კაი. მოდი ეს ერთი ავიღოთ. ამ მნიშვნელობა არ აქვს ვინ წაიკითხავს? ეს რა, აქაც არის რაღაცა.
ჩამოთვალე ფეხბურთის კლუბები, რომლის გერბზე ცხოველი ან ფრინველია გამოსახული. მოდი. აი ხო, დავიწყოთ. აუქციონი. კი ბატონო, კაცი არის. ჩამოთვალე. რომლის გერბზე ცხოველი ან ფრინველია გამოსახული. 5 ჩვენ ჩამოვთვლით 6. 30 იყოს 7. 7. 8. ჩამოთვლი? გახსენდება ეგ? ცხოველი ან ფრინველი, ხო? ბიჭო, არ მოხსენდება. მაგრა გავიჭედე, ეხა ტვინის სხვანაირად წავიდა. ბიჭო, ერთი კლუბის არ მახსოვს. მე იცი შენ? კაი, მე მქონდა შენი, მოდი, კაი, რამდენია? 8. ხო. დაიწყე. აუ, რას მეუნდა. კაი, ძალიან მარტივია. მოიცადე? მარტივი? კი. მოიცა ბიჭო. 30 ერთი არ მახსენ, ეხა ერთი არ მახსენ. 2, 3. დავიწყე. კრისტალ პალასი. კრისტალ პალასი. ლესტერი. ხო. ჩელსი. ჩელსი ლომია. ხო. ბიჭო, ეგრე ბილბაოსაც ლომი აქვს, მაგრამ 300 ახატია არა, ტაძარი. იმაზე გულზე. გულზე, ხო. ეს რა ქვია? ბრენდფორდი. რა ხატია ბრენდფორდს? ის რა ქვია, ფუტკარი თუ რა ვაიმე, რაღაცა ეგეთი ხატია, ჰალ სიტი, ვებხვია ხატია. ის ოჩა, რა ქვია? მიდი, მე გავიცი. ტოტენჰემი, მამალი, ის რა ქვია? საფრანგეთის ნაკრები. საფრანგეთის ნაკრები. მამალზე გავიცი. გავით. ხო, 7 მოვასწავლე. 7. აბა 8 უნდა გეთქვა რა. მე რა. კი, 8 უნდა ეთქვა. არა, კაი, ვაფშე კარი თამაშები. პირველი ქულა მე და შენ ავიღეთ თორნიკე. ხო, საერთოდ საერთოდ ჩამოვთვალე რა. ჩამოთვალე მე ვაფშე ხარ რა მოვიდა. ქვეყნის სახელწოდებები, სადაც ასო არურევია. აუ, შენ. ანა? ხო. სახელმწიფო სადაც აარურევია. 1. 2 კაცო, კი. 3. აუ იმას არ ვიტყვი. 3. თქვი რა. ქვეყანას არ ვიტყვი. ერთი არის 3 მაქვს მე. 3. 4-ს ვიტყვით? თან მაგ. აი, არ შეიძლება ახლა ფიქრი, არა, უკვე ფიქრობ. კაი, მოდი. დავე, ხო. 4. 4. 5. 5. კაი, 6 გავიხსენებთ რა. 7. 7. ჯამდოლან. აჰა. ბიჭო, ანუ წადოთ მიდი. დავაი. ჩილე, ესპანეთი. ჩილე, ესპანეთი, ინდოეთი, ერაყი. აჰა. ერაყი? არის. სად არის? არ არის? ისა, ვაიცადე. ერაყი არის ხო. ინდოეთი, ხო თქვი? თურქეთი. თურქეთი. სომხეთი. კი. უზბეკეთი. კი ბატონო. ნეისა. კიდე? ავტომობილი უნდა მეთქვა 8. ის მე არა. სომხეთი თქვი? სომხეთი თქვით, ესპანეთი, ჩილე, უზბეკეთი თქვი, ისა რა ქვია? არა, ურუგვაი არა. ურუგვაი არა. არგენტინა არა, ბრაზილია არა. არა, მოიცა ბიჭო, აქეთ ევროპა. პერუ. რამდენი გვაქვს? დავშავდა. გავიდათ რა. მე ჩამოთვალე. 5 თქვით. 7 უნდა რანაირად გეთქვა. თქვი? 7 უნდა გეთქვა. 7 უნდა. აი, რეები ჩამოთვალეთ. რეები ჩამოთვალე. მეორე ჩამოთვალე. ხო, არა, არა, მეორე არ ჩამოთვალე. სომხეთი, ესპანეთი, ჩილე, პერუ, ინდოეთი, უზბეკეთი 6 და ის აუ, თურქეთი 7 ჩამოვთვალე. თქვით. ზეა ბამონოს ჯიგარი ხარ. ერთი. აუ, 8 უნდა მეთქვა რა. რა სიტყვადი მეროს? მეროს რა სიტყვადი? უნგრეთი. უნგრეთი. ბაზარი, აი, ნახე, ეხლა ანუ ისეთი დებილი ვარ. აჰა. ჩეხეთი. ხო, მაგრამ ეხლა ნახე, ამ ხელა პაუზა და წამზომზე არ თქვი. შვედეთი. კი ბატონო. ინგლისი. უზბეკეთი. აზე ხარ. კირგიზეთი. დედას გეფიცები? შემნაირი დებილი, აი ესე თამაშებში კაცი არის. ხო გეუბნები, იმ დღეს არავის არ გაგვხსენებია. ერთხელ გადაცემაში ვიყავ ერთ-ერთ YouTube არხზე და იქ თქვი რომ მეთქი ისე ვითიშები თამაშიც რაღაცებს რო ფიქრობ, აი რზე მაგალითად რა, იბა ჩვენთანაც YouTube-ზე რა, ლაილაის რაღაცა ეს ასოციაციობანას თუ რაღაც თამაშობდეს და რაული ვერ თქვი, ქალაქობანას. რაული. მე გავიხსენე რაული. ჩემთვის საუკეთესო ჩემ ხوار გადავდი, წავადი რუი კოშტად რაღაც თავს ვიყავ. კაი, არის თან იცაბები რა. ო, გინდა რომ მოასწრო. კაი, ჩამოთვალებ სოფლიო ჩემპიონი მწვრთნელები. ოუ. სოფლიო ჩემპიონი მწვრთნელები. აჰა. 1. კაი, 2. 3. 3. ოთხი. იოს 5. 6 ვერ ვიცი. კაი, დავიწყოთ. ესა ბოლო. დელბოსკე, აა. დელბოსკე, ლიპი, შამი. დეშამი. ეს არგენტინის რა ქვია, კაცო. ვინ არგენტინის? აუ, ვაიცადე ბიჭო. მოიცადე. ისა, ვაიმე, მოიცადე სკოლარი კიდე ბრაზილიის. მოიცა ტკბილი ლუკვა შემოვინახოთ. ისა. მე მოვიქცე. მიდი თქვი თუ გინდა. 6 წამი გაქვს. ვახ ჩემი ხوار გადავ.
აიმე ბიჭო ბალე თქვი ფილმი გვაქვს ქართული. ფეოლა ბიჭო თიო ვერ გავიხსენე არგენტინის ის რა სკალონი ჩავთვალე. ხუთი ვთქვი ხუთი თქვი. კაი 2-1 ხუცა არა ვთქვი თქვა. ეს თან დრო რო არის ჩართული. არა, ბიჭო. რაღაც და რო ნერვიულობ. რა ვერ ჩამოთვლით როგორი თვლიან არ გაინტერესებს ჩამოთვალე სპორტის ინდივიდუალური სახეობები. აუ ინდივიდუალური? 4. კი მოდი ვთქვათ არა ვინი კაი 6 ვიტყვით ხა შეგაწო როგორ ვიტყვით. ინდივიდუალური. ანუ ცალკე რო არიან ერთი ადამიანი. კი 6 კაც. 7 ჰა 8. მიდი კაი. მიდი დრო 8 ჩავდოთ, მოიცა 1. ინდივიდუალური 8 კაი, წავიდა. სუმო, ძიუდო, პერსონალური ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, ბარდოს ხორცნა, ჭოკით ხტომა, ფორმულა 1. ის არა ქვია, ფორმულა სპრინტი, ფორმულა 1, ის გვინდა რა ქვია. ჭადრაკი. სპრინტი რა 100 მეტრზე, ხო? ჭადრაკი. რა გვინდა კიდე? ჭოკით ხტომა. ჭოკით ხტომა იყო უკვე. ბარდოს ხორცნა იყო. ის 8. ძლეოსნობა კი არა ძალოსნობა ლაშა ტალახაძე. 9 თქვით, ხო? ლაშა ტალახაძე. შატალახაძე მოვიგეთ ხო 10. კი ეგ არის, ჩამოთვალეთ. კარგი, 2-2-ია ესე იგი მეგობრებო. ჩამოთვალე ფილმები, რომლის სახელში ციფრი, რიცხვი რიცხვი ურევია. მაგალითად გრეის 50 ან დაახლოებით ესეთი. ხო, 1. მოიცადე როგორ ანუ ფილმის სახელი სადაც რიცხვი ან ციფრი ურევია ხო. ხო ნუ 1. 2 3. 4 ეხა ის არის გულისხმობდის რემბო 1 რემბო 2 და სერიები კაი იდეა. კაი. არა ეგ არის გულისხმობდი არა, ჩვენ ვიძახეთ რემბო 2-ს თორე რაღაც სხვა ქვია რა. რემბო რაღაცა რა ქვია. სისხლი პირველი თუ რაღაცა კატასტროფა რამდენი თქვი შენ? ბოლოს? 4 3 თქვი მე კაი, რამჯერა 5. 5. 5 თქვან ერთი რომელია ანუ ის არ შეიძლება ნახე რემბო 1 რემბო აი მარტო სახლი 2 და მარტო სახლი 2 არა არა, ვიპოვით რა. აბა მარტო სახლის არ შეიძლება იმიტომ რომ არ ურევია ხო არა მეთქი მეორე სერიას იტყვიან და რა კაი მიდი მიდი, მიდი დროზე დრო ესე წესით უნდა მიდი არის ფიქრო კაი, დავიწყეთ, მიდი. დავაი გრეის 50 ელფერი. იქ რა ვქნა? იყოს კაი გრეის 50 ელფერი 21 ფილმი. რა ქვია, ის თამაშობს. 1900 ის რო არის? 1917. 300 სპარტელი? 300 სპარტელი? მეგე მაშინ მისა მეორე მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომი. დოკუმენტურია. არა ორიგინად 2 გვინდა კიდე? 4 არის ხო გამოცნობილი 4 აპოკალიფსი ახლა არ არის. წავაგეთ. წააგეთ აგენტი 007 აგენტი 007 როგორ გოგხსენდა? აუ, ეხა კაი ეს არის. ეხა კაი დროსია აი არა, კაი იყო, კაი იყო. კარგად გავამორჩილო, კიდე ვერ გავიხსენე არა კიდე კარგი არ დაგვითმეს თორე საერთოდ მე არაც მე იცი თამაშებში 0 მიუხედავთ იმისა რომ ძალიან გავერთე მაგრამ მე ვერ ვიხსენე კარგი, მაშინ თუ თამაშებში 0 მაშინ ჩვენი გამომწერებისგან ხო ჩვენი მეგობრებისგან ჩვენი ახლო საზოგადოებისგან გვაქვს ხოლმე სტუმართან შეკითხვები. შეკითხვები, რომელსაც ჩვენ პირადად ვერ შევეკითხებით, იმიტომ რომ კვერიდება უხერხულია. აუ, სარმოინი რა იქნება. ამ ჩვენ ეტაპს ქვია ნაჯახი შეკითხვები. ნაჯახი შეკითხვები. არა, არაფერი ძალიან ისე. იცი, არა ვხუმრობ კაცო. რომელიც კაი სათაური არის. შენ კარგია ეგ ნაჯახი შეკითხვები. ხო და შენ თვითონ რა უსვავ ტემპრამუშიტებს. კი ბატონო. ანგელოზები და დემონები. დემონები სამდეში. როგორი კითხვა? მოკლედ რიგრიგობით, ნუ და უნდა ამოიღო შეკითხვა, წაიკითხო და გულახდილი პასუხი უნდა გაგვცე რა. აი ეს არის უბრალოდ. კაი ამიგო. რომა რა ესპანეთი რა დაგაკლდებოდა? ანუ ესპანეთის შენ ცხოვრებაში რა დოჩი და ხო, არა, რა თქმა უნდა, მივხვდი, არა, ძალიან ბევრი რამე დამაკლდებოდა საფეხბურთო გემოვნება. დამაკლდებოდა ის, რომ ვერ ნახავდი ვერასდროს გაუდის არქიტექტურას, ვერასდროს რა, პირველი პრიორიტეტი არ იქნებოდა და თავარი. ფეხბურთს აღარ ვამბობ, ეგ ჩემთვის მრწამსია. დონ კიხოტე არ მექნებოდა წაკითხული. იმიტომ რომ ეგ ისეთია რა თუნდა მაგას ბიჭო ესპანეთის სიყვარული ხო ვიღაცა ეტყვის და მართლა ეგრეა ეგ უნდა კონდეს საკითხული მაგრამ ესე ფანატურად ვერ მოვიწამლებოდი. აი ესენი დამაკლდებოდა სამი ისეთი რამე გაუდის არქიტექტურა ის როგორც თქვი სერვანტესი დონ კიხოტე და
რეალის კამბექი ჩემპიონთა ლიგაში. ხო, ნუ კიდევ მეორე ფეხბურთი რაღაცებს რო უყვები ფეხბურთი თანდევს რა, ეგრეა. ასე რომ აი ძალიან კაი კითხვა იყო სხვათა შორის. ძალიან კარგი პასი. არ მიფიქრია მაგაზე აი არასდროს და მადლობა თქვენ გამომწერს აი ამ კარგი. კიდევ კარგი ესპანეთია და ეს სამი რაღაცა ხო, მართლა. გულწრფელად გეტყვით რომ ეს ჩვენი გამომწერის კითხვა არ არის, ჩემი კითხვაა. მართლა. არ ვიცი. აბა შემდეგი. შენ უფრო კარგი კომენტატორი ხარ თუ დიმა ობოლაძე? რა თქმა უნდა დიმა ობოლაძე, იმიტომ რომ ეგრევე არც დავფიქრდები ყოველგვარი რაღაცა კოლეგიალურობის და იმის გარეშე დიმა მოახერხა ის, ნუ რა ვიცი, ნუ ეწყინება ყველა ძალიან დიდ პატივს დიმა მოახერხა ის, რომ იმ ძალიან მძიმე პერიოდში და თითქმის ყველა მოვესწარეთ იმ საქართველოს იმ თბილის გიხარო და შუქის მოსვლა ორი რამის გამო. რაღაცა პატარა გათბობას პლიტა რო ქვია, მაგას რო ჩართავდი და დიმასთან ერთად. ეს სიხარული ქონდა და ყველაზე მთავარი ახლა თქვენი გამომწერები ბევრი შეიძლება პირადად იცნოს, ბევრი არ იცნოს, მაგრამ აქვე ვიტყვი რომ დიმა სხვა ყველაფერთან არის მისაბაძი რა მხრივ ვიცი, წარმატებებმა თავბრუ არ დაახვია რა. და კლუბებში იგივე ბავშვია. ხანდახან მგონია რომ პარალელურ კლასში იყო რა, თუ კლასელი არა ჩემი და ერთად მოვდივართ. ასე რომ დიმა ობოლაძე უდაოთ. საღამო მშვიდობისა თავისი ომახენა. აუ რა, ეხა მეგონა საღამო მშვიდობისა რომ დაიწყე და აი აუ ძალიან კაი. აუ და მათ ჩემპიონთა ლიგის ის რომ შემოდიოდა ჰიბრი და რომ გადიოდა და აბა შემდეგი. ესე ძალიან მაგარი კითხვაა, ბრავო. რა არ მოგწონს საკუთარ თავში, მაგრამ არ ცვლი. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვის პასუხ ავტორს რა. არ ვიცი ბიჭო, მე ნიშნავ თუ დღეს ვფიქრობდი სხვათა შორის, ოღონდ მართლა გეუბნებთ. აი ამაზე ხა გეტყვი რატო რა. ვერ უცვლი რა, მაშინ მთლიანად უნდა შევიცვალო და ხელოვნური უნდა ვიყო ურთიერთობებში და ყალბი. ბიჭო, მარტივად ვუშვებ ტიპებს ახლოს რა. მარტივად ვემეგობრები, მარტივად უღებ კარს, გენაცვალე სენიორ როგორ ხარ რაღაცა და ბიჭო, პენალს გირტყავენ მე ურთიერთობაში და ისე ვიბრიდები, იმ დონეზე ვიბრიდები, რომ აი ბევრ რაღაცაზე ცხოვრებაში მაგის გამო რა გატეხილში ვყოფილვარ რა, ეხლა მარტო გამყოლია და ბევრ რაღაცაზე უარი მithქვამს, იმიტომ რომ რო გამიხედავს და გამიგია რომ აი ეს ხალხი არის იქ, არ მინდა რა, ამოდი რა, კარგად იყავი რა, არ მჭირდება. აუ ეგ არის და ვერ უცვლი მაგას, ბიჭო, ანუ რა ეხლა ნახე აი მაგას დავაკვირდი თეატრალურის პერიოდიდან. უკვე რო ხო იცი ცოტა რო ჩამოყალიბდები ბავშვი ხარ აი. დღემდე რომ მკითხო იგივე ვარ, 37 წლის ვარ, მაგრამ ვერ ვიცი ისევის ტიპი ვარ ბავშვი, ვინც ხედავს ვაჟე ჩემ არ იცვლები. ეგრე ვარ. ბიჭო, მიუშვებ ტიპებს, ახლა როგორ ხარ, ჩავეხუტები ის ფამილარულად კი არა. ანუ პადაჩებს უგდებ ხა კი არ ვიძახი თუ ანგელოზი ვარ, მაგრამ რაღაცა გიღებ რა, გიშვებ ახლოს რა, მე ვიმეგობროთ რაღაცა ბიჭო, ხედავ და პენალს გირტყავს. აი და ერთი რა თვისებაც მაქვს, ამასაც ვერ ვცვლი, რა ვქნა. პატიება შემიძლია, რა თქმა უნდა. ანგელოზი არ ვარ, მაგრამ პატიება შემიძლია, ოღონდ დავიწყება არა და ერთი თუ ტიპზე შემეცვალა წარმოდგენ, მე ეგრე არ შემიძლია. ბიჭო, ვეღარ ვუბრუნდები იმასთან. მეც ეგრევა, რადიკალურად აუ, ეგრევე, აი ზუსტად. ამორეცხვა ვიცი ტიპის რა. ოღონდ როგორ იცი რომ ნახავს, შე როგორ ახლა მრავალ ახალწელს გაიხარ. კი არ ვეაფერისტები. იმის იქით აღარ მინდა რა. იმიტომ რომ ეხლა რა მე და შენ ვთქვათ რა, აი არც მობას ვეფიცებით. ოღონდ რაღაცა ხوار გამეწელა რა, რაღაცა ხანგრძლივი ის არის, პერიოდის განმავლობაში ვიმეგობრეთ. ერთმანეთისთვის კარგი გვიკეთებია რაღაცა ბიჭო ესე უცებ შენ ესეთ პენალს მირტყავ და მბრიდავ ადგილზე რა, რომ აღარაფერს მიტოვებ. ხო, კარგად იყავს. არა, ეხლა რო გაპატიე რა, ხვა ხوار გესროლე, გაპატიე მაგ კუთხით ვამ, მაგრამ ვეღარ იქნები ჩემთვის ის ძმა ვეღარ იქნები ბოდიში, მაგრამ რო ჟანგი რო შევამჩნიე რომ გააქვს და მოგეკიდა ჟანგი, მოდი რა, მე არ ჩაგაბარებ ჯარში, პროსტა შენ პუნჩი იყავი, ნახვამდის ისე ვეღარ გეტყვი, სენიორ კომოსტას ვეღარ გეტყვი რა. მოგატყუებ და არ მოაჩენ თავს არ ვაცლებ. მაგის უფლებას რომ მოგატყუ, კარგად იყავი, აი ეგ მაქვს და ვერ მოვიშურე ეგ. და ნუ მაშინ უნდა დავიწყო თამაში, რომ ტიპი არ მოუშვა ახლოს. ყალბი უნდა ესეთ უნდა ვიყო რა, სერიოზული ვარ იქ. აი გახსოვს უწეღა რომ მოვედი რა. ჩემი თავი გავყიდე მეთქი ადრე ნათქვამი აქვს. სერიოზული ვარ იქ,
სადაც არ მომწონს, ამასაც ვყიდი, აი ხო ვამბობ. სერიოზულად სადაც ვიქცევი, როგორც რო არის იღიმი და საერთოდ როგორ მეზიზღი. სადაც არ მისწორდება, იქ ვარ სერიოზულად. ძალიან კაი პასუხებს ემოციური შევარდარი. მადლობა. ძალიან მომწონს. შენი ზედმეტი ემოციურობა შენი პლუსია თუ ნაკლია. ამაზე ესე ძალიან ბეჭო, მაგარი გამომწერები ხარ თქვენ. ბრავო სენიორებო ამიგოს, კამარადას, კაია. მართლა გულწრფელად გეუბნები, რაღაც დასაფიქრებელი კარგი ისენია რა. ბიჭო, ესეც აი იქ არის რა, წინა პასუხთან ვერ შევიცვლები, გაიგე ხა პლუსია, მინუსია, კატასტროფა თავს კი არ ვარიდე პასუხს, მაყურებელმა გადაწყვიტოს, მაგრამ ერთი რაც სიამოვნებს არის ის, რომ ბოდი რა პლუსი ხალხმა გადაწყვიტოს რაღაცას ვიტყვი რა, სხვანაირად ვიტყვი. ნახე, ჩემია და ამის გარეშე არ შემიძლია, გაიგე? მაყურებელმა თქვას ვიღაცას არ მოწონს, ვიღაცას მოწონს მინახავს, მაგრამ ნაკლი არ მიმაჩნია, იმიტომ რომ რაც ადამიანში ორგანულია, ეხლა შეიძლება ორგანულად იყოს ქვისროლა ღამის 3 საათზე ფანჯრებს ლეწავდი, ხა ხوار გააправებ მაგის, მაგრამ არ არის ნაკლი, იმიტომ რომ ბევრი ისეთი ისეთი საინტერესო ადამიანებისგან მომისმენია, კარგი კომპლიმენტი, რომ მივხვდი, რომ ბიჭო, თურმე მთლად წყალწახებული არ ხარ და რაღაცა სხვა გზაზე არ დგახარ. თურმე ეგ არის, მიდი რა, გაყევი რა. აღონდ ის მწვრთნელებისგან რაც ამნიშნულოვანი ხა ერთია ძმაკაც და ოჯახის წევს, ყველა რამაჩხიკვაძე და ის გონია კოტე მახარაძე თავის საქმეს, მაგრამ აი ისეთ საინტერესო ტიპებს რომ მაგრა გამხარებია, რატო უნდა მოიტყვა, ახალბე არ ვარ ამის ღირსი რაღაცებ დავიწყო, გამხარებია კი არა, ამის მუხლებზე გავსრიალებულო, ისეთებს ვთქვამთ, ისეთებს გამხარებია. ორივე პროფესიაში ჩემი რომელია პირველი არის არტისტობა, კომენტატორობა, ორივე ერთი ძმო ბრატები არიან რა, ამიგოები. ხო და ნაკლი არა ბიჭო, არ მგონია რა, ნაკლი იყოს, მე არ ვამბობ რომ ეს კარგია. ნაკლი არ მგონია რა. ნაკლი რო იყოს საყვარელ პროფესიაში, რომ ეს იყოს გადამწყვეტი, ეს იყოს ნაკლი, ვიმუშავებდი იმას იმდენს, რომ მოდი რა, შეჭემა თუ გინდა ამ საქმეში იყო ნაკლია და გადააგდე რა. ხო რა მორჩი რა, მაგრამ არა, ნაკლი არ მგონია რა. ხარ, მე ვფიქრობ, რომ ეგ არის შენი პიროვნების ერთ-ერთი მახასიათებელი დიდი მადლობა, დიდი მადლობა, არ შეიძლება რო ამბობ, ენერგია ის მოდის, იუმორიც ეს ყველაფერი არ მოდის ხო შემიძლია რა ვქნა, მე ერთხელ სად ერთ-ერთ არხზე შერჩევაზე მივედი, აუ და ადრე რა სპორტულ არხზე მივედი და არა მესმის იმ ხალხის კაცო არ უნდათ ეს ემოციურობა, იყო სხვადასხვა შეიძლება ხო მოდიო, არაო რა ხო სხვა სტილი გვაქვს, ენაცვალოთ ჩემი თავი დღემდე მაქვს ურთიერთობა კარგი იმ ხალხთან. არაო რა, აი დავჯექი, აბა ესეცადეო. აი ზუსტად მახსოვს, ზუსტად 3 წუთში მიკროფონი დავდე, როგორც კი დავიწყო, საღამომშვიდობისა, კიდევ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვარ სწორი და ის ცუდი. დავიწყე. საღამომშვიდობისა თქვენ წინაშია, პირობითად აღარ მახსოვს სტადიონი. თქვენ წინაშია სანტიაგო ბერნაბეუ, სადაც დღეს ლა ლიგის 23 ტურის მატჩი გაიმართება რეალ მადრიდი ატლეტიკოს უმასპინძლებს. არ შემიძლია. მე გეუნები რა. არ არის შენში ეგეთი წაყვანილი ხო? სადღაც მაშინ ეს რო შევიკავო, მართლა გეუნები ცუდ რაღაცას ვიზა. გავალ და მანქანას ფეხებს შეუვარდები, ეს ემოცია რო დაგლობდება. ან მეტროს დავეტაკები, რაღაც ღამე რო გესმის ხო, ვიღაცა სახლის კარი გავდე, დეკ. სადღაც ხომ უნდა წავიდე. არ შემიძლია თო საეთეროში სულ ეუბნებოდი რა, ეგ ჩვენთან სეტანტაზე სულ ეუბნებოდი რა, ჯიგრები რა, მაგრამ ეგ მუღამები იცოდნენ რა. გაუშვი ჩუმი ახმა. რომ გაი ის ემოცია მიიღო შიგნით. გამოდის ეს შიპების ხმა რო გესმის ჭკაპ დგან. ალე, კობა, ბაბოს. აი რო აჰა. ბომბოლეიო ეგრევე. ეგრევე გბრიდავს. აი ესე გამ იმას აქვე ჩვენ ახლა ხო გარედან უსმენთ რა ტელევიზორში უყურებთ და ეგ ემოცია იქნება შენთვის და მე შენ მაგ ემოციას. ასამო ხურში და რო გამოდიან და აი ნაპოლის მარადონა სტადიონზე ირთვებოდა ხოლმე ეს სულ და ეხლაც არის ვერ ვისვენებ ხედავ და აი ეს ისე მირტყავდა აი აქ საღამოშვი ატაციონერ დავცხებდი აი მისწორდებოდა იმდენაც მე სულ მიკვირს რატო იკლავენ აი ამ იმას რა მუხამს რატო უწევ დაბალზე თო მიდი რა იგზენი ხო სტადიონზე ხო ამდენჯერ გითხრას აი ხალხი არ დაის აქ რამე ბიჭო ხო და იქ ხალხია და დავაი მიდი გადაგედოს რა აი მართია გამოვიდა. ასამბობ შეტევის დროს იქ ინკრევა. რა ხო კომენტირება არის ეგ შუამავალია იქაურ მდგომარეობას და შენშორის სადაც შეტევა და რატო უხარია ვიღაცამ ადრე რო გამოვჩდი მახსოვს ვიღაცა რატო უხარია ამ კაცს ისო რა ხო მაგალითად ნაპოლის თუ ინტერის გოლი რატო უხარია ბიჭო
თუ არ ფეხბურთი კომენტატორი ხარ გიყვარს ტკივა ყველა სხვადასხვანაირად გიყვარს მე კიდევ ვიმეორებ ეს არ ნიშნავს რომ ჩემია სწორი მაგრამ მე ესე მტკივა რა ვქნა თუ არ მინდა და თუ მეძინება მაშინ ბალის ავიმაღლებ და დავიძინებ რა ხო კაი რუბრიკა მოვიფიქრეთ ეს ძალიან მაგარი ის კი არა მე ვფიქრობ რომ მეც ხო არ გავაკეთო თქო ძალიან მაგარი მოხსენებთ დიდი სიამოვნებით ამ რუბრიკას ლაივ-ლაივში თუ გააკეთეთ ძალიან კარგი არის და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ კაი გამომწერები გიყო სენიორ ის საინტერესო არ იყო ზოგადად მეცი თუ რომ და რაღაც არა ხო ეხა ეგ ის ტიჯანი ბაბანგი და თუ ისა და ეს მოკლედ ჩვენი პოდკასტის ბოლოს გვაქვს ხოლმე კიდევ ერთი ესეთი რამ რომ ჩვენ სტუმარს 1 წუთს ვაძლევთ ხოლმე რათა მიმართოს ჩვენ გამომწერებს ჩვენ მაყურებელს ნებისმიერ თემაზე რაც გულში გაქვს ის უნდა კი ძალიან ბიჭო თქვენ ხო ანუ რაცო ნაფიქრი ხალხი ხარ წუთიც შეგვიძლია აი დიდი ეს მადლობა. გამოიყენე იმაში რაც გინდა კი ბატონო პირველ რიგში გამომწერებო კაი ხალხია საინტერესო რაღაცებს აკეთებენ რაღაცებს ეს მიგდებულად არ ვამბობ საინტერესო გადაცემას აკეთებენ ეპიზოდებს ხო და გამოიწერეთ და ლაიქეთ და არ დაბერდეთ რა შინაგანად არ დაბერდეთ ძალიან ცუდი რამეა რა აი წეგან რა კითხვებიც გამომიგზავნეთ მოიცავ და ყველაფერი მაგას აი რაც მე მაწუხებს რომ აი არ მინდა რომ ახალგაზრდა ტიპები შინაგანად რა თქმა უნდა ყველა დაუბერდებით მაგრამ შინაგანად არ დაუბერდეთ არასდროს და კონდეს საქმის კეთების აი როგორ იცი შემოქმედებითი თავხედობის უნარი არ დაკარგოდეს რა აი გვეკაიფოს და ბავშვური სიალალე გქონოდეს აი ეგ როცა აღარ მექნება მიკროფონს მართლა დავდებ და წავალ ჯერ ეხლას პაუზა მაქვს მაგრამ ზოგადად ვიძახ აი მართლა ვიტყვი ნახვამდის აღარ მინდა აი ეს ფანტაზია და ბავშვური ემოცია როდესაც გაქრება მაშინ უკვე რუტინაა და თვის ბოლოს ბანკომატთან ელოდები უბრალოდ რა და ბანკომატთან ბევრად სხვაგან შეგიძლია დაელოდო ბევრად მეტი ფულის შოვნა შეგიძლია ვიდრე ეს კომენტატორობა და ეს უნდა გიყვარდეს ასე რომ არ დაკარგოთ სიალალე სიმართლე და ბავშვურობა აი ამას ვუსურვებ მე ძალიან კარგი იყო ძალიან კარგი იყო კარგი პასუხები დიდი მადლობა მიხარია 1 წუთი იყო ძალიან კარგად გამოიყენა ხო ერთი კი მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ძალიან სპორტული მიხარია თუ ესე გამოგვივიდა ბოლოს ჩვენს მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სპონსორია არომატო ასევე ჩვენი სპონსორია დორჰაუსი ლინკები იქნება აღწერაში აუცილებლად გადადით ნახეთ დაათვალიერეთ ეს მაგარი ხალხი ვინც გვერდში გვითკას ძალიან კარგი და არომატოს აქვს შენთვის საჩუქარი ერთი სული მაქვს გიჟივით ვიყურები ბავშვურად ამშობიდან მევასება საჩუქრები ამოირჩიე რომელიც უნამოც ბიჭო წაგისწორდება და ამირჩიეს ძალიან ამირჩიეს ბიჭო იცი რა აი რომელი ყველა მაგარია ეხლა ვიცი მაგრამ არა აი ეს კილა რაღაცა კარგად მიყურებს ხო რა იცი რა ნახე საჩუქარი აი ეს არის რაღაცა ხო უფრო საშუქრული არა და ჩვენ სტუდიასაც უხდებოდა ანუ ესე იგი აურჩიეთ ჟან-პოლ კოციეს ჟან-პოლ ბელმონტრო კი ძალიან დიდი მადლობა ხშირად დავიძახეთ ხოლმე კი მე ვიღაცის ბავშვის ნათლობაში რო წავალ ხო იცი რა რომელიც უნდა მოწევა ბიჭო ის არის ხო ძალიან დიდი მადლობა და გულწრფელად გეტყვით რომ უბრალოები ხართ და კარგია რა მართლა კარგია და გარემოც კარგი გაქვთ ეგ არაერთხელ აღვნიშნე და რა ვიცი წარმატებები ბევრი გამომწერით ფარხმალი არ დაყაროთ წეგან ცოტა სევდანარევი იყო რომ ვლაპარაკობთ და აი ჯერ რამდენი გავწერე 4 ვიდეო ხო არ გადაობ 4 ვიდეოში რა ვიცი ხა იმას თქვენ არ გააკეთებთ რომ 100,000 გამომწერი როგორ შეიძლება ერთ დღეში მოვიდეს იმას არ იკადრებთ ხა უცებ თორე გავტიტულდები და მოვა უცებ რა თქმა უნდა ნელ-ნელა ყველაფერი კაცო ჩვენ რაც გვაინტერესებს სტუმარს ვეკითხებით რისი თამაშიც გინდა ვთამაშობთ ვერთობით ძალიან კარგად გავუერთეთ არ ვართ და ბოლოს შევახსენოთ კიდე ერთხელ რომ გამოიწერონ ლაილაის ვა დიდი მადლობა და გამოიწერეთ ჯიგრების არხი მართლა გამოიწერეთ მაგრამ ჯერ ლაილაი გამოიწერეთ არა ბატონო რა ვაგეკადრებ მადლობა დიდი მადლობა და კარგობა vamos. Hasta mañana, Robos Juan Cabrera. Ay, wow, Zaga.